სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი ტრადიციულად ყოველ პარასკევს აქ ამ სტუდიაში პირდაპირ ეთერში ხვდებით ერთმანეთს და საუბრობთ ფეხბურთზე ძირითადად ისე სხვა სპორტზე შეგვიძლია ბიძინა ბარათაშვილი, ლევან სალუქვაძე და ლაშა სილაგავა თქვენი ტრადიციული წამყვანები ვართ სტუდიაში და გვყავს ჩვენი კოლეგები დღეს მოწვეული გიგა გვენცაძე წარდგენა არ ჭირდება მას და მიშა აბაიშვილი ასევე ხშირად არის ამ სტუდიაში და ყველა ძალიან კარგად იცნობთ ეს არის შეხვედრა ჩვენი სპეციალობის მაღალჩინოსნების ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი აგერკოს. მე და შენ ვართ პატარა ხალხი. ვიცე-პრეზიდენტი. მე ვარ მაქშეიბე. ამ ხელბურთის. ეგ ჩვენ პროცესს არის ვიცე-პრეზიდენტი ხარ. ხო და მე ვარ მაქშეიბე. ესეთი ხალხი მოვიწვიეთ დღეს თუმრად და შევარჩიეთ კომპეტენტური ხალხი ამ საკითხზე, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დასრულდა, ჯგუფური ეტაპი გაიმართა კენჭისყარ, რომელიც განსაკუთრებულად გვაინტერესებდა, მთელი საქართველოს იყო მომართული, ჩვენ პირდაპირ ეთერში ის გადავეცით, რომ პარის სენ-ჟერმენის ბედით უკვე დავინტერესდით ყველა და უკვე რაღის ბილეთი, სასტუმროსაც შეიძლება, როგორ გავფრინდეთ, მოფრინდეთ, სხვა სადარდებელი ეხა სპორტის მოყვარულს არაფერი არ აქვს. სანამ დავიწყეთ ამაზე ლაპარაკს, არის რომ უფრო ბევრად უფრო იოლი ჩასასვლელია პარიზში, ვიდრე ნეაპოლში, რომელიც აქამდე ქონდა ათვისებული. თან ნეაპოლიც უკვე შეისწავლა ხალხმა და თან ცოტა უფრო საინტერესოა პარიზის ნახვა ვიდრე ნეაპოლის. ხო, რა დაგემალო კი. იცი, სანახავი იქაც კარგა ბევრი იყო, თუმცა ახლა გასაგებია პარიზი არის დღესასწაული, რომელიც ყოველთვის შენთან არის, ყოველთვის ასე თვლიდა ჰემინგუეი და მოდი ახლა ჩვენ სანამ დავიწყეთ ფეხბურთზე საუბარს, მიულოცოთ გიგას კიდევ ერთხელ პირადად კი მიულოცეთ და ამ გადაცემაში დაუსწრებლად, მაგრამ ახლა უკვე მისი აკყოფნის პერიოდში ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. კი, აქ ნუ თლათ ამ სტუდიაში არ გადაუბარებია მიშას გიგასთვის ეს ამბავი, 8 წელიწადი მიშა იყო ჩვენი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში აგრძელებს აქ მუშაობას და გიგამ გადაიბარა ეს ყველაფერი და შემდეგი 4 წელიწადი უკვე გიგა იქნება. ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მოწვევისთვის, დიდი მადლობა მიშას იმ 8 წლიანი მართლაც ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის და რა ვიცი პირველ რიგში მართლაც მადლობა მინდა უთხრა ჩვენს კოლეგებს ისეთი ერთსულოვანი გაწყვეტილება იქნა მიღებული და ძალიან მიხარია, ძალიან ამაყი ვარ ამით და ამავდროულად მართლა ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც მე და ჩვენ გვაკისრია ყველას ერთად. და ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს და იმედია მოხერხდება ამ შველი. აუცილებლად ამ ჩანაფიქრებზე შენ აქ გექნება საშუალება რომ უფრო ცლად ისაუბრო ჩვენთან ერთად დღეს უბრალოდ იმდენი რაღაცა ამბავი გვაქვს განსახილველი, იმიტომ რომ 3 ტურნირია, ხო? მე არ ვიცი საერთოდ რამდენად მოვასწრებ დღეს 3 ტურნირის პერიპეტიებზე საუბარს, იმიტომ რომ ყველგან გვაქვს ჩვენი ინტერესები. გასაგებია პარის სენ-ჟერმენი კი ბატონო და ეს უპირველესი საფიქრალია ჩვენი არა მარტო ხვიჩას ფაქტორის გარდა, ამით იმის გარდა ეს არის ჩემპიონთა ლიგა და ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის უფრო მეტია ყურადღება, ხო? თუმცა ევროპა ლიგაზე აგერ მიქაუტაძის ლიონი ყავს და საქომაგო და არც ეს არის ნაკლები საფიქრალი ჩვენთვის. ისიც ნიშანდობლივია, რომ ისინი ერთმანეთთან ითამაშებენ პირველ შეხვედრას ეს 2 გუნდი უკვე საფრანგეთის ჩემპიონატში და იქაც გვექნება საშუალება ვნახოთ ქართული დაპირისპირება, ხო? მანამდე ასევე ჩვენს მაყურებელს ვეტყვით იმას, რომ არ გამორჩეთ საქართველოს საფრანგეთის თასის მატჩების პირდაპირ ტრანსლირება ჩვენს არხებზე, კიდევ ერთი დამატებითი ტურნირი, სადაც შეგვიძლია პარის სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ვიხილოთ. ნამდვილად და ასევე გვაქვს ჰაიდენჰაიმი, რომელიც შეხვდება კოპენჰაგენს და იქაც ქართული რახან ვახსენეთ, ქართული დაპირისპირება, იგო ჩოლეიშვილი ერთ მხარეს და მეორე მხარეს ბუდუზიძე, ხო? ანუ კონფერენს ლიგაზეც ასევე ჩვენი ინტერესები გვექნება. კი შემცირდება ქართველების რაოდენობა ამ დაპირისპირებების შემდეგ, მაგრამ სამგოთ დარჩებოდი ერთი გარანტირებულად შემდეგ ეტაპზე გვეყოლება.
კარგი, მოდი ვთქვათ, ანუ ბარემის სენ-ჟერმენი დავიწყოთ. მოდი სანამ სენ-ჟერმენი დავიწყებთ, იმიტომ რომ ეგ მე რო გავხურდებით, უფრო დიდხანს ჩაგვითრევს ლაპარაკში და ამ კითხვას ვეღარ დავსო მე ეჭვმოს და ამიტომ მოდი მიშათი დავიწყებ და ვკითხავ ესეთ რამეს, რომ ამ ფორმატმა რამდენად გაამართლა, როგორ აუღია ალღო თვლი თუ არა რომ რაღაცა შესაძლებელია და ჯობს თუ არა წინას. ჩემპიონთა ლიგის ფორმატზეა საუბარი. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, რადგან იანვარია და პირველად ვარ ეთერში თავისუფლებას მივცემ და ამ გადაცემის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და მაყურებელს მიულოცავ ახალ წელს და შობას, ასევე უერთდები მილოცვებს გიგას გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით და გიგა ცოტა თავდაბალი ადამიანია და მე მინდა უთხრა ჩვენს კოლეგებს, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გველის 2025 წელს, რასაც მე თანდათან შეიტყობს არის სიურპრიზებიც. რაც შეეხება ლევან შენს შეკითხვას, მე პირადად როგორც კი ეს ფორმატი შემოვიდა, ცოტა დავიბენი სანამ გავეცა, რაღაცა ნიუტონის ბინომისავით არის ჩემთვის ეს ყველაფერი. მე დაბიძინა ვისაუბრეთ კიდეც ამაზე და ვთქვი ჩემი აშკარა უკმაყოფილება და მოდი ახლა შევხედოთ ზოგადად მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ ფორმატით ნახე მოდი შევხედოთ თვითონ რა მოხდა ამ მანჩესტერ სიტიმ ბოლო ტურში გადაწყვიტა ამ შემდეგ ეტაპზე არა აგი ვიტყვი ხალხს მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალი პარი სენ-ჟერმენი იუვენტუსი ისეთი გუნდებია რომლებმაც აი ამ ჯგუფურ ეტაპს ცოტა ზერელეთ ეს გუნდები ცოტა ზერელეთ მიუდგნენ. იფიქრეს რომ რა ახლა 32 გუნდია და აქ იმ 24-ში აუცილებლად მოხდება. მე სწორედ ეგ მომწონს, შერაც არ მოგწონს თურმე. ხო, მაგრამ რაღაცა იცი რა ის რაღაცა არითმეტიკა თვლა განწყობა არ ქონდათ ამ დიდ გუნდებს ისეთი რომ აი რო იცი რომ 6 თამაში გაქვს და თითო ერთი თამაშის ჩაგდებამ შენ შეიძლება დაგაკარგვინოს პლეი-ოფის საგზური ასე დროს აი ეს დიდი გუნდები რასაც ქვია ხო თავიდანვე სერიოზულად უდგებოდნენ და ეკიდებოდნენ იცი რა მე რატო მაშინაც ჩემ ვთქვათ აქეთა მხარის არგუმენტებს რაც მიმაჩნია იცი რა ჯერ ესეთი ყველი 4 გუნდიან ჯგუფებში ყოველთვის იყო ერთი საჩუქარი ერთი აბსოლუტური საჩუქარი რომელთანაც პრაქტიკულად 6 ქულა გარანტირებული ქონდა ფავორიტს ხო და არა მარტო ფავორიტს პლუს რა ვიცი ხა მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გუნდების გაუთავებელი ერთმანეთში თამაშები თქვა თუნდაც ჯგუფურ ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე უფრო მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის და ის რასაც შეიძლება ფეხა რომ თქვათ იუვენტუსმა სიტიმ და არა მარტო სენ-ჟერმენმა მე იცი რა რაღაცა შევცვლიდი და გეტყვი რას რაიმე და ლევანი საუბრობდით მე და ლევანი საუბრობდით რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა მაგალითად ბოლო დღეს იმის რა ქვია ცოცხალის წაყვანა და განსაკუთრებით ჩვენ სტილში წაყვანა იმიტომ რომ ვერ ვასწრებდით ვერაფერზე საუბარს სადღაც გოლი გადიოდა იცვლებოდა ყველაფერი მაყურებელს ვერ ეუბნები ჩვენ ხო იქ რო ვართ არ ვიცით ეხლა რომ რა ქვია ლაივ რეჟიმში რო უყურებ ჩვენ არ ვიცით სხვა სტადიონებზე რა გოლებია შესაბამისად ეხლა რომ გავიდე ეს გოლი და ეუბნები ეს მოხდა ამ ვერ გეწევა სიუჟეტი ის სხვა გოლები აგვიანებს 5 წუთის მერე და აქ რო ვიღაცას უხარია არ უხარია ვერ ხსნის შენ ეს რატოა და უნდა იმარჩიო და ერთი ფრაზა მაინც დავიჭირებ თქვენი სტილს ხო და არა ფათუმაგის არის გვარდიოლამ ყველაფერი თუ წააგო პიშევიკზე ხო არ ითამაშე ეს ჩვენი არა მე რასაუბრო ვიცი ახლა გიგაც უნდა ჩავრთო თორე გვიყურებს ვიცი რომ ზადა აქ რაღაც ენაზე ადგას იცი რა არის ბიძინა მარტო ის კი არა რომ ჩვენი სტილი არ იყო და ის კი არა რომ აი ქულების დათვა იმდენი გუნდია იხო ორად გავყვეს ცოცხალი პირველი ადგილისთვის მებრძოლი და დანარჩენი ეხლა მათ რა ხდება იცი ის პირველი 8 ადგილისთვის მებრძოლი გუნდი რო თამაშობს აქეთებსაც ხო ეთამაშება შესაბამისად ეს რო გაუტანდა გულს იქ ქვევითაც ირეოდა ის თამაშები ჩვენს ფორმატში არ მოდიოდა და მთელი რეპორტაჟი უნდებოდით იმის ახსნას ვინ სად რაღაცა გოლი შეაგდო ან უნდა შეაგდოს და შეიცვლება ესე და ხო მაგრამ იკარგება უკვე შენ როცა ერთ გუნდს ხომ მაგობ თქვა ხალ რეალის გულშემატკივარი და
მთელი ტურნირი არ გაინტერესებს, შენ გულს მიადევნებ თვალს ბოლომდე და იტყვი რომ აი ახლა მე სჭირდება და მორჩა. მაგალითად მე რომ მილანს ნერვიულობდი, ხო, მაგრამ მე ხო ყველამ მაინტერესებს და ამის დევნა ესე 18 თამაშის 2 საათში პარალელურად ცოტა რთულია რა. კი, და პლიუს გაურკვეველია ბიძინა. აი ხო რა. აი თან აი რა პრინციპით ხდება, ვინ ვის ხვდება, როგორ რაღაც აი ძალიან ეს არის ჭადრაკის შვეიცარიული სისტემის გასაგებია ხო, თუმცა მე პირადად კიდე გამიმეორებ ძალიან მაყოფილი რომ მე მომწონს ეს მაგრამ იცი აი გიგას ვეთქვა მაგრამ მაინტერესებს აი თქვენი ორივეს მე ოღონდ ამ შემთხვევაში გიგას დავიწყოთ ზაზა ცინცაძემ ზოზიკამ მოგვეწოდა თავისი ვერსია მე 100% რომელსაც აი ლევანი აბსოლუტურად დაეთანხმება და მეც ცოტა უფრო მეტი ფიქრი დამჭირდა ამაზე უნდა ვაღიარო ვიდრე შენ თქვა ესეთი რაღაცა რომ ხო არ ჯობია სამომავლოდ რომ ორად დაიყოს ანუ ორი ლიგა არა 18 გუნდი აქეთ 18 გუნდი იქით ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისევ სამშაბათ 4 შაბათს ანუ ისევ იყოს 8 თამაში და რაღაცა ერთმანეთში მაგრამ ითამაშოს 18 გუნდმა აქეთ 18 გუნდმა იქით და 4-4 გავიდეს რა მე გავიდეს 4-4 და პრინციპში მაშინ უკვე თვითონ დალაგებას იმისი რა ქვია წვილების ხო უფრო მარტივია და არაფერს არ გააფუჭებს. კი, აი იმიტომ რომ ახლა ეს 36 გუნდი და ცხრილი და რაღაცა ის იქნებოდა აღსაქმელათაც, იმიტომ რომ სამშაბათ ჩატარდებოდა ერთი არ შეუშლიდა აბსოლუტურად ერთმანეთს ხას. აქ ვერაცდებოდა, აქ არ შეიძლება არც ორ დროში და არც ორ დღეზე გადანაწილება, ხო ამის. მე 24 ადგილი რო გადის, რაღაც უხერხულია ტურნირის სათქმელად, რომ 24 ადგილზე გუნდი გავიდა სადღაც და იქ აღარ იქნება ეს პრობლემაც, ხო? გავა მე 12 ადგილი და მორჩება ამით. გიგა გისმენთ დიდხანს გავოდინეთ. არა, პრინციპში ხა ჩვენ იმ თაობის ხალხი ვართ, ჩემპიონთა თასის გათამაშება გვახსოვს და 16 ფინალი, მე 8 ფინალი რაღაცა და პლუს ევროპის ჩემპიონატი 8 გუნდიანი რო იყო ისიც გვახსოვს. იხელები ვართ რომ ბაზრობათა თასი რო არ მახსოვს ის მე გახსოვთ. თქვენ გახსოვთ როიანი თორე მე 4-იანიც მაქვს. ხო, ბიზნეს 4-იანიც ევროპის ჩემპიონატი. აბა 72 ჩვენ იმდენად გვიყვარს, იმდენად ცხოვრობთ, ვთქვათ ამით. აი ხა ნებისმიერი ფორმატი როგორ შეიძლება იყოს რაღაცა ისე უყურეთ. ცოტა სკეპტიკური ის ქონდა ისე, ხო, ყველას რაღაცა თავიდან ცოტა ისე უყურებდით, რომ არა დავეთანხმები მიშას, მე მართლა ვერ გავიგე კარგახანი რა ხდება. თავიდან ხო, მაგრამ გამოგიდებულება, ხო? მაგრამ მე რაღაცა ისე ჩაგვითრია და ჩვენც ჩავყევით, ეხლა ამაზე კარგი, ამაზე დიდი, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს ჩვენთვის და ეხლა მე თქვენ რასაც გისმენდით ბოლო ტურის პრობლემა არის, ხო, რეალურად. ბოლო ტურის ძალიან პრობლემა, გასაგებია რომ ერთ დროს უნდა იყოს, ალბათ ჩვენაც მიხდებიან გიგა, იმიტომ შეუძლებელია. ეგიც ალბათ გასკვირი არ უნდა იყოს, ხო, რაღაცა დასახვეწია პირველად ჩატარდა და ალბათ ამაზეც იფიქრებენ, ალბათ. ეხლა ეგ თქვენი ფიქრიც იქიდან გამომდინარე მოდის, თქვენ ამ შემთხვევაში როგორც წამყვანების დან გამომდინარე. სატელევიზიო ფაქტორი განა არის ერთ-ერთი მთავარი. ხო, ამ პოზიციიდან საუბრობთ. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ელემენტარული პოზიციიდან. ჩვენთვისაც რთულია, ხო, ყველა გინდა მაქსიმალურად რომ რაღაცა ყველას რომ თანაბარ ყურადღებას ვერ დაუთმობ, ცხადია, ორს ვერ დაუთმობ და იმას როგორ დაუთმობ. კენჭისყრასავით იყო რა, ეს მეტნაკლებად ვცდილობ რომ რაღაცა ყველაფერი დაიჭიროდა. ნუ ეგ გამორიცხული იყო, როგორც არ უნდა გეცადა და მართლა ისე იყო. ეხა 1 2 3 რაღაცა გქონდა ჩართული, ეხა ეგრე მაგდროს ბოლო დღეს რომ მაინც გაინტერესებს რაღაცა მაგრამ ნუ თვალს ვერ მიადევნებ. ეგ ეხა ფაქტია. ხო, მაგრამ გიგა ყველა ჩვენსავით ეხა ჩვენი ეს პროფესია და ბავშვობიდან არანორმალურად ვართ ჩათრეული ამაში ეხა ეს ამას ყველას ვერ მოთხოვ. ეს შეიძლება იყოს 10% ესეთი სპორტის მოყვარული. ძირითადი ზოგი არის საერთოდ არ უყურებს და მარტო ლიგას ან მარტო კვარაცხელას უყურებს, მაგაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ არის ხალხი რომელსაც უყვარს, უყურებს, მაგრამ ასე სკრუპულოზურად და ყველაფერს ხო, აქ არის ყველას საერთოდ დამღლელი იყო ეხლა. მაინც როგორ არის, ხო, ეხლა ყველას ჩვენ რჩეული კლუბი ყავს, ხო, ვიღაცას
მარტ განსაკუთრებული სიმპათია გაქვს. გამომდინარე აქედან მე უკვე ჩათრეული ხარ და გაინტერესებს, ხო, ის რაში მოხდება, იმაში მოხდება, 24-ში მოხდება, ვერ მოხდება რაღაცეები. იცი რა, კიდე ერთი რამ რაც ვერ გავიგე, იმიტომ მე საერთოდ მიყვარს ლოგიკა და თანმიმდევრულობა ყველაფერში რა. გავიგეთ, რომ ეს ნუ ჯერ ესეთი მე ეჭვი მეპარება, რომ რახან ესე დაიწყეს ეს 3 წლიანი ეს ციკლი და 3 წელი ერთი შეხედვით ეგეთი დასტამპული არა, ხო, მაგრამ ნუ მიყვარს რაღაცებში მიყვარს რა მირჩევენ, სხვები რო მუშაობენ მირჩევნია, მე თვითონ როგორ გავაკეთებ სხვა არის, ხო? არა, ნახე რა ვსვამობ, ჯერ ესეთი ალბათ 3 წელიწადი ეს არ შეიცვლება და მომავალ წელსაც ესე იქნება და იმას, იმიტომ რომ შუა დისტანციაზე ეგეთ რაღაცებს არ ცვლიან. ცხენებს არ ცვლიან. ხო და თანმიმდევრობაში რას გულისხმობ, იცი? ევროპა ლიგაზე გუშინ ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ერთი ცოცხალი იყო. ხო. ანუ გესმის, მაშინ თუ ამას ყოფ, იქ რა თუ ცხრილი აბსოლუტურად იგივეა, იდენტურია ტურნირი. ხო და გუარესია. გაიგეთ, იქ 18 იყო და იქ საერთოდ შეიძლება გადაერიოს ადამიანი, იმიტომ რომ იქ ნახე რა ხდება, იქ კიდე შენ გიწევს ამდენი თამაშის ფრაგმენტის ჩვენება, იმის კომენტირება და კიდე ძებნა თან იმით შეიძლება. იულიუს კეისარი ხო არა ხარ? იმ გუნდებს იქ რაც არიან ნახევარს არ არის ბოდო გლინტები. ხო. ყველა იცი. ვერც მაისური პიცმა. არა, კიდე კაირო ეს მესამე ამ ემაზე არა აქვს ახლა რა. მოაბავენ ახლა მაგ ცოცხალს და ვერ თან ობიექტურობა მოითხოვს აღენიშნოს UEFA იძულებული იყო რაღაცა ეკნა, იმიტომ რომ კინაღამ გაიქცა საუკეთესო ხო, იქ იმაზე სუპერლიგის შექმნას რო გეგმავდნენ. რაღაცა ისეთი ნაჩქარევი ამბებიც რო იყო გამომდინარე მაგედან, ზუსტად აბსოლუტურად. ეგ ხო მაკედან იყო ნაკარნახები, რომ ესე უცებ რაღაცა უდაგვარი თლათ ის არა რა თქმა უნდა. ეხლა მე გეტყვით, ეს 6 შემთხვევითი თუ თამაში რაც უნდა ჩაატარო, ხო? როგორ არის ხა უყურეთ? რო იყოს ამითი ჩემპიონი ვლინდებოდეს, ამ პრიზიორი ვლინდებოდეს, უსამართლობაა, იმიტომ რომ შენ ესე მოკლე პერიოდში შეიძლება უკეთესი კენჭისყრა იყოს, შეიძლება უარესი და დაიკავო პირველი ადგილი და იმას შენთან შეხვედრა არ მოუწიათ, რომ მოგიგებდა და ის გახდებოდა. აქო ჩემპიონი არ ვლინდება. და ეხლა იცი რა, 8 გუნდში მოსახვედრად პირობები და შანსები ყველასი ასე თუ ისე თანაბარია. და ამიტომ მით უმეტეს 24 მე 8 გუნდში იმიტომ ვერ მოვხდი, იქ სიტი ვარ და რეალი და იმას შეხვდა უკეთესი გუნდები ვიღაცა სხვას არ გეკადრება უკვე ვერ იკადრებ მაგას, იმიტომ რომ შენ რო რეალი ხარ, შეგიძლია იმდენ მატჩში ჩააგდო 1 ან 2, მაგრამ მე მაინც მოხვდე 3-იც და პარიზერმა 4 თამაში ჩააგდო. გავარდნილი გუნდებიდანაც გული ვიზე დაგწვა ახლა პრინციპში. აი წინა შარშანი იყო ჯგუფში ჩარჩენილი, მაგალითად იყო კლუბი, იტყოდი რომ ნუ ცუდია რომ ჩარჩა. და სიკვდილი ჯგუფები იყო. არა, ის ჯგუფური ეტაპი ძალიან გუნდი ალბა. ხო, მაგრამ ეხა შტუტგარტი ვიცე ჩემპიონია ბუნდესლიგაში. სენსაცია ხო არ იყო რა შტუტგარტი. რა თამაშია ვერასო ვერ მოუგებ ახლა. ერთი იუვენტუსი მოუგო. მე გამიკვირდა ხა აინც იტალიის კლუბების მიმართ ხო და რა გერმანული კლუბი ახსენე, იტალიური კლუბს ახსენე, ესპანეთი. ეს მაინც გიკვირს ახლა ხო? გონია რომ ხო იგივე ლაიფციგი, ბოლონია ხო? აი ბოლონია ახლა თუ არ დავა ჩემპიონთა ლიგაზე. რა არის მაინც ხე წინასწარ რო უყურებ, ფიქრობ მაინც რომ 24-ში ახლა იტალიური გუნდია 24-ის გარეშე. ცოტა ადრე რო დაეწყო თამაში ბოლონია. ხო, იუვენტუსი იქ არის, ინტერი და მილანი და რაღაცა ნაპოლი არ იყო და ატალანტა და მეტი ამ შემთხვევაში ბოლონია დარჩა ხო? სერია არის და უყუროთ. ბოლონია ხო დარჩა გარეთ თქო და 5-დან ახლა 1 დარჩა გარეთ და ბოლონია იქ არ ყოფილა არასდროს ისედაც. ხო, ისეც პირველად ხო და ის ჯგუფური ეტაპი რო იყო გიგა ჯერ ერთი ეს რაც ის შემოიღეს წილისყრაში რომ მადრიდული გუნდი 2-1 ბადეში არ შეიძლება, იქ ესპანურები ერთად არ შეიძლება, იქ ვიღაცას თუ ნანახი ყავს ერთმანეთის სადღაც ტელევიზორში არ შეიძლება და რაღაცა წითელი ისინი რო ჰქონდათ და სულ ერთი და იგივე გუნდები თამაშობდნენ ბოლო 5 წელი ერთი და იგივე ჯგუფები იყო, იქ Young Boys-ის მაგივრად ხან ზალცბურგი ჩაჯდებოდა და ხან ლუდოგორეცი და დანარჩენი ძალიან ბევრი შეხვედრები იყო ერთი და იგივე და რაც თავარია ძირითადი ინტრიგა რჩებოდა, მე ხა რაც ესე ცოტა უტრირებულად
გადავა ეს გუნდი ევროპა ლიგაზე თუ გავარდება საერთოდ, იმიტომ ბოლო ტურში ის რო გასული იყო ეგ იყო მე მაგალითად ესეც მომწონს ამ ფორმატში რომ არ არის და არ გადადის, იმიტომ რომ იცი რა არის ფაქტიურად კარგავს აზრს, ანუ მე ვარ შედარებით უფრო სუსტი ტურნირზე გუნდი გამოვდივარ ჯგუფური ტურნირი კარგად გავიარებ ვიღაცები ვატყობ რომ აქ ვინც არიან ამათ ჯობი ვარ გავედი რაღაც პლეიებში და იქიდან გამოვარდა ვალენსია ვიღაცა გესმის ჩემზე უფრო ძლიერი და ფინანსურად მოვიდა და გახდა ჩემს ვალენსია იქიდან არ გამოვიდა ვალენსია სადაც არის იქიდან არ გამოვიდა ეხლა დაგვირება შეგიძლია თავიდანვე იცი აქ ვინ არიან გუნდები ხა მე ვინ გავა არაფერი არის საბოლოო ჯამში მაგრამ ისიც რომ ჩემპიონი გახდება ამათგან ერთ-ერთი და არა ვიღაცა მოსული იმი და მეორე ის დაიწყო სპორტის სხვა სახეობიდან ეხლა ხო? იქიდან გამოვიდა, აბა გავარდებოდა ლიგიდან ევროპაზე გადავიდა და იქიდან გავარდებოდა კონფერენციაზე, იქიდან გავარდებოდა ტყავის ბურთის პრიზზე და სადღაც გახდებოდა ჩემპიონი და მე რაღაცა. მოდი ეხლა მაშინ ნახოთ ეს ბოლო ესენი რა ქვია წილის ხრის ფრაგმენტები კი შემოგთავაზე და ამაზე გვექნება რა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ მოდი ვნახოთ ჯერ ბოლო ტურის თამაშები მოკლედ გვაქვს და ესენი რა ქვია დამონტაჟებული და დავიწყოთ რა თქმა უნდა სენ-ჟერმენით, პარი სენ-ჟერმენით, იმიტომ რომ ის ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო და აგერ აი შტუტგარტი და ხა ეს მეორე ადგილზე გავიდა თუ სად გავიდა გაარღვია შუაზე და კი ბატონო და თქვენ მითხარით მე აი ერთი მხრივ ძალიან მიხარია პარიზის გასვლა და ასეთი თამაში ბოლო ორ ტურში, მაგრამ გაშინებს ბარკოლა დაფიქრებს ხო? ის ნიშნებიც მაქვს ახლა რა. სად ხედავთ კვარაცხელიას? ხელი არის ლუის ენრიკე სად ხედავს? აი სად არის? გიგა სად ხედავს ლუის ენრიკე კვარაცხელიას? შენი აზრით? ეხა მაშინ ცოტა მიდან დავიწყე. საიდან დაიწყე? იმიდან აღმაშენებლიდან არა, და დავით აღმაშენებლიდან აღმაშენებლიდან აქ მოსვლა გამიჭირდა თქო, უნდა მეთქვა. მაგის თქვა იქნებოდა. აღმაშენებლიდან გამიჭირდა აქ მოსვლა. რამდენი ხანი ზაკაი იყო. ესე იგი ერთი თვე ხო არ უთამაშია. ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადავიდა, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გამოვიდა, აბსოლუტურად განსხვავებული ყველაფერი. ერთი თვე არ უთამაშია, რამდენიმე დღე ივარჯიშა გუნდთან ერთად. გამოვიდა და რა ვიცი, უთამაში, ალბათ, თავის გუნდში მარტო კი არა, ტურის ერთ-ერთი საუკეთესო და მის აქტიურობას მოყვა ის გოლი, მართალია ვერ მოიგეს, მაგრამ ის ქულაც ეხა ისეთი ჰანდიკაპი აქვს, რომ საქმე იყო. პლუს ტურის სიმბოლოშიც დაასახელეს. აბსოლუტურად ისე ხვიჩას არანაირი ის არ იქნება ეხა რომ პარი სენ-ჟერმენი იქ ვერ ითამაშოს პარიზში და რაღაცა ის შეიქმნას ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამდენი რაღაცა პრობლემისა და ხა საყოფაცხოვრებო ისიც არის ხო ეხა თუ ყველაფერი კლიმატიც სხვა ეგრევე პირველივე თამაში ეს ბიჭი მართალია ის არ იყო საუკეთესო შეხვედრა არ ჩაუდარებია მაგრამ იყო გამორჩეულიყო აშკარად ეხა ხო პირველი თამაშისთვის იყო სავსებით ამ ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე რომ ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში და მაინც მოხდა ტურის სიმბოლოში ეს მეტყველებს მის ძალიან დიდ პოტენციალს. პლუს სამწუხაროდ პოზიციაზე ითამაშა. ერთი მატჩის განმავლობაში სამჯერ შეუცვალეს მაგაცია. მოდი ჩვენ სად ხედავთ კი არა, აი რას ვფიქრობთ, ლუის ენრიკეს სად დაჭირდა კვარაცხელია, იმიტომ რომ ეს ბარკოლა ხა მოკიდობ თქვათ ესე ქეჩუში ხელი და დარბის და იტანს და აღარ დაგინა ხო არ გამოვიდეს. ბარკოლა არის ძალიან მაგარ ფორმაში არის. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი არის ამ ჩემპიონატში გამორჩეული, ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი. ნახე, ამ მომენტისთვის პარი სენ-ჟერმენს ორივე ფლანგზე ყავს საფრანგეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც თანაც და ბევრი აღნიშნავს ამას და მეც ვეთანხმები, რომ ხვიჩას ფაქტორის გამო და მისი გამოჩენის შემდეგ ამ მომენტით
შეგულიანებული, არ ვიცი, იმისთვის რომ დაამტკიცონ, რომ მათი ადგილი არის სწორედ ძირითადში, ისე ათამაშდნენ იმ სიტისთან და ამ შტუტგარტთან აგერო, სულ დაგვავიწყდეს, რომ შტუტგარტი მეორე ადგილზე გავიდა ბუნდესლიგის შეფაში გაარღვია სხვაზე, ხო? კი ბატონო. რომელსაც ჭირდებოდა. და დემბელე ჰეტრიკი არ გაუკეთებია, საერთოდ არც ბარსელონაში და მიუხედავად არც ყველაფრისა ბიძინე ჩვენ ყველა ეხა ყვარაცხელია ეხა გადავიდა რა პარი სენ-ჟერმენი სულ უყურებთ მუდმივად ლიგაზე მაინც და საშინლად თამაშობდა იმ ჟირონასთან და სხვა თამაშებში მე გაზანი გამწააგო ის თამაში თორე ყოველთვის მაქვს პარი სენ-ჟერმენის მიმართ არ დავმალავ დიდი ხანია უკვე და ეს ფრანგული ფეხბურთის ეს არის კომანდა არ ვიცი მე ესეთი ცუდი პარი სენ-ჟერმენი წელს რაც იყო თავიდან არ მახსოვს კარგი ხანია და ეს ბოლო თამაშები მართლა იფრინეს რა როცა დაჭირდათ და იყო სხვა გზა არ არსებობდა ხო პოზიციას არ ვიცით თუ არა ეს სტატისტიკა მანჩესტერ სიტისთან ბურთი უფრო დიდი გვარდიოლას მანჩესტერ სიტისთან ბურთი უფრო სადაც 55-45-ზე იყო საბოლოოდ 26 ჯერ დაურტყეს კარის მიმართულებით მანჩესტერ სიტის 9 ჯერ დაუწყეს კარში 4 გოლი გაუტანა. მეორე ტაიმში გაცილებით დიდი პროცენტი იქნებოდა, იმიტომ რომ მეორე ტაიმში 0-2-ის მერე სიტის ბურთი არ ქონია. სულ ამათ კონდა. ანალოგიურად შეგვიძლია სტუტგარტის სტატისტიკა უნდა. ცით ამ შეკითხვას? შუაში უნდა დადგეს ცენტრ ცრუცხრიანი თუ სამივე ათამაშა. დაიწყო კლასიკურ ყვარას პოზიციაზე, გადაიყვანა დემბელე მარკოლას ორში. და მერე ცრუცხრიანზე ანუ სამ პოზიციაზე გამოიყენა ერთი მატჩი არ გამოგვივიდეს რომ ბარკოლა ისე მაგარია რომ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია რომ ყვარა აჯობოს. ეგრე კი არ არის, უბრალოდ სხვა თემა არის. აქ არის სხვა თემა, ის კაცი იქ თამაშობს, არაფერი დაუშავებია და ეხა იმიტომ რომ მოვიდა კვარაცელო ხვალვე არ დაგაყენებთ, ალბათ ესე არ ხდება, ხო? შეიძლება მე იმას ჩავარდნა კონდეს რაღაც და ეს გადმოიყონოს პლანზე. მე გეტყვი ატო ვფიქრობ პლუს როტაცია, ლევან, ასეთი დაძაბული სეზონის დროს. სხვა ნაკრები რო ახსენა, ნაკრების ორი თამაში ზუსტად ვისთან არგუმენტი. ათამაშა წინ. ხვიჩა, სანიური. და ძალიან მაგრად ითამაშა ის თამაშები და აი ეს გოლის ხო გაუტანა იქ ხო მე ჩემი აზრით ეგრეთ ცალსახად მე ძალიან გამიჭირდება და რაღაცა თითეულს გაგვიჭირდება იმის ზუსტად თქმა ეხა აი ლუის ენრიკე აგერ ხვალ ეხა ბრესტთან რას ხვალ არის ბრესტთან თამაში კი საღამოს 8 საათზე. 8 საათზე. ბრესტთან არის, მე კიდე ბრესტია, ბრესტი. ხო, და ნუ ბრესტ ხდება ასე იმაში რა ქვია. ლიგაზე. ბრესტი. ბრესტთან ცალკე თემა არის ალბათ. ბოდიში. ხო. ბრესტს პარი სენ-ჟერმენი ბოლო 19 შეხვედრაში 15 ჯერ მოუგოდა პარი სენ-ჟერმენმა და 4 მატჩი ანუ წაგება არა აქვს, მაგრამ ისე რომ გასეინებაც არ ექნება, თუნდაც ბოლო 2 სეზონის, ნუ წელს პირველ შეხვედრაში 3-1 მოუგო, ოღონდ აგებდა, მარცხდებოდა პარი სენ-ჟერმენი და შარშან ორ თამაში ერთი ფრედასუდა 2-2, მეორე პარი სენ-ჟერმენმა 3-2 მოუგო პროს. ანუ საკმაოდ ისეთი თვალსასეირო და ისეთი თამაშები, ისე რომ გოლი არ ბრესტი ყველა თამაში გოლის გატანას არ ხერხებს ამ პარი სენ-ჟერმენს. შენ ინტრიგა გინდა რაღაც დათესო თორე ხა ბრესტის პარი სენ-ჟერმენს ალბათ ბრესტი იყო ის ციხე ქალაქი თუ არა ისიც თქვი რომ 15 მოუგო და 20 წაგება ისიც დაეცა რომ პარი სენ-ჟერმენს ბრესტთან წაგება არა ეს არ დაეცა ხო არა გავიგე რასაც ამბობდა უგოლიანი მატჩი თუ იქნება კიდევ უფრო უკეთესია ფეხბურთს გოლების გულის უყურებ და თითოეულს ამდენ გოლ თუ გადის რაღაცას ქართულ კვალსაც დავატყობთ და მაგრამ მე რას ვამბობ ვიცი აი ისე უბრუნდები ლევანის კითხვას სად ანუ ნახე ჩემი აზრით რატო უფრო ცრუცხრიანზე იმიტომ რომ ხვიჩა მე მგონია უფრო მრავალ მხრივი ფეხბურთელი ვიდრე ბარკოლაა და ამიტომაც მე ბარკოლას უფრო ვერ ხე, იმიტომ კი არა უფრო ხვიჩა ვერ დადგება იმაზე, რა ქვია, მარცხენა ფრთაზე. მე ვფიქრობ, რომ ბარკოლას გაუჭირდება ცრუცხრიანის თამაში უფრო მეტად ვიდრე ხვიჩას რა, იმიტომ რომ იმის ეხლა ეგეც არავინ არის ეს არ ქონია აუცილებლობა, იმიტომ რომ ცხრიანი სულ ყავს ამას. ეხლა იმ გონსალო რამოსაც ესე ნუ შევხედავთ რომ ესე ტყილა არის, კაცმა სამოაგდო შემადგენლობიდან ისა კრიშტიანო რონალდო და
ეხლა იქ არის Desire Doué-ც, რომელიც დუე იქ არის ჯერჯერობით იქ არის ყოველ შემთხვევაში ასენსიო რომელიც ეხლა ესე ასენსიოს ბიძინა მე ასე ვიტყოდი რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამული ან უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგრამ ყვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი ამბობდა იმას რომ აქ რამ წაიყვანა არ უნდა წასულიყო მე მიდოდა რეალში მე მიდოდა ბარსელონაში არის ხო უკეთეს გუნდში ვიდოდა და არის ეხლა გულშემატკივარი და თავის მოსაზრება აქვს და ხა მე ვფიქრობ რომ უნდა და იქა ეხლა ეგრე არ არის ბარსელონაში რეალში მე კაკუკ მოვედი მე აქ უნდა ვითამაშო ხო თვითონ იქიდან უნდა დაგიძახო და ალბათ ამის დროს ოდესღაც მოვა მაგრამ ეხლა ჩვენ რო ბარკოლაზე ვლაპარაკობთ რომ აი ბარკოლას მაგარია და ხა ამ რეალში და ბარსელონაში რომ ისულიყო რა იქ ის ცარიელიას გილია და ვინისიუსი იქ ოქროს ბურთი არ მიცეს და მთელ სოფლიოს გავგიბრაზდა და ეხლა მოვიდეს ყვარაცხელია და სკამზე დასვა რა დღეს ჩავარდება წარმოიდგინე ან ბარსელონაში თუ გინდა ხო ეგე დიდ გუნდებში ესე რომ მიდიან ეგრე არ არის რომ იქ დახვდება ცარიელი ადგილი და აი შენ გელოდებოდი ამიტომ ჩვენ რო ახლა ვაღიარეთ რომ ყვარაცხელი არის სუპერ ვარსკვლავი ეგერ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლი გააჩემპიონა მარადონას გზა გაიარა მე რაღაც ჩავარდნა იყო გუნდისთვის თუ რაც იყო და ბოლო წამოვიდა იქიდან კარგი სახელით წამოვიდა და ვარსკვლავობის და ოქროს ბურთის პრეტენზია მასაც აქვს და ჩვენც გვაქვს და ვქომაგობთ მაშინ იცი რა სადაც არ უნდა მივიდეს უნდა ვიყოთ ჩვენც და ისიც დარწმუნებული რომ შედის კონკურენციაში იმ ნებისმიერ მოთამაშესთან თავის პოზიციაზე იქნება თუ ცრუცხრიაზე თუ სადაც დაყენებული და იმას უნდა აჯობოს მოედანზე აბა ვარჯიშზე და სანიორი განიხილავს მას ცრუცხრიაზე ხო ჩაულებრივ ლუის ენრიკე ანუ ეს თემა აი ეს ამიტომ დავეთ აბსოლუტურად ხა თქვენს ალბათ ჩვენ ახლა ისეთ გუნდს რომელიც ჩვენ გვემეტება ვისთვისაც ყვარაცხელია ისეთ გუნდს ვერ ვიპოვნით სადაც ეგ მივა და იქ კონკურენტი არ გახდება ეხა ერთი რამე მინდა თქვა მე მაგალითად იმ გულშემატკივრების გასაგონად რომელიც ეხა აგენებენ ნაპოლის და ნეტა ყველაფერი წააგოსო ამბობენ მე მაგალითად ხო პირიქით ვარ განწყობილი მე ძალიან მინდა რომ ნაპოლი გახდეს იტალიის ჩემპიონი ორი მიზეზის გამო პირველი ისე რომ ხვიჩა გახდება ორი ქვეყნის ჩემპიონი ერთ სეზონში და იტალიის ორგზის ჩემპიონი იტალიის ორგზის ჩემპიონი იქნება რაც იყო მარადონა ხო იმ ნაპოლისთან ერთად და ეხა მე ვიღაცა იქ უკმაყოფილო დარჩა თუ არ დარჩა იმ იმაში რა ქვია ნეაპოლში ამის თავი ჯიხურიდან ამის პოსტერი სულ არ გაგახსენდება იმ იმაში ისტორიაში იმ ქვეყნისაც და იმ კლუბისაც დარჩება ეს როგორც ბიკამპიონი რაც ეხა არ არის და საკმაოდ ბევრი არ ყავს ნაპოლის ბევრი არ ყავს ხო ეს ერთი მეორე ის რომ იცი რა ჩემპიონობის შემთხვევაში ის რაღაცა გულის ტკივილიც რომელიც გაჩნდა განელდება იმიტომ რომ როცა ადამიანი ცოტა უფიქრდება იმაზე მე ისიც გაახსენდება რომ იქ მას მოექცენ უსამართლოდ იქ მე დევლაურენტისის წინა ცოდვებიც გაახსენდება და ბევრი სხვა რამეც კიდე და რატო ეხა რატო უნდა გვინდოდეს ჩვენ რომ იცი რა მოდი ვანდა მაინც ამას გადააბრალონ კიდე როგორ გახდეს ჩემპიონი ხო იყოს ბევრი რომ ეს ეს რამდენად ნახე რა არის სამართლიანობაზე ზოგადად ცხოვრებაში თანამედროვე პირობებში მithumetes ლაპარაკია ძალიან ესეთია რა ქვია რა რთულია რა არ არსებობს ბევრ სფეროში სამართლიანობა და ხა იმის რა ქვია მაგალითების ზებრას უნდა დავიწყოთ ამის ხო გულშემატკივრობა და სამართლიანობა საერთოდ არ არსებობს მithumetes იმაზე რა ქვია სამხრეთ იტალიაში ნახევრად შიზოფრენიის მაშინ მდგომარეობაში მყოფ და განსაკუთრებით ლოგიკაზე მაგას გეუბნები ხო რა იტალიის ნაკრებს არ ხომაგობდნენ იტალია არგენტინის იმაზე მაგას გეუბნები ამიტომ მე მაგალითად ძალიან გამიხარდება თუ ხვიჩა ორგზის იტალიის ჩემპიონი გახდება წელს თუმცა ინტერის შემხედვარე ცოტა გეშინა ინტერთან უპირატესობა აქვს რომ მარტო სერიას თამაშობ. კარგი, მოდი ხა იცი რა ვნახოთ. ორი სიტყვით რა მინდა ამ თემის გაგრძელებაზე ბიზნესი იცი ვთქვა რომ იქ უკმაყოფილება რომ პარი სენ-ჟერმენში გადავიხე, ყველა აღიარებს რომ პარი სენ-ჟერმენი ერთ-ერთი სუპერკლუბია ხო თავისი სრული მაგრამ იქ რომ აი საფრანგეთის ლიგა არის ტოპ 5-ში ყველაზე დაბალი დონის ვამბობენ, მაგრამ აი ბოლო სეზონებში იმდენად ტრანსფორმირდა ეს ფრანგული ლიგა. ერთ-ერთი სამწუხაროდ პირველი. ნახე? მაგ 5-ში. ერთადერთი ლიგა აღმოჩნდა ფრანგული ლიგა, რომელმაც პლეი
ოფში, ნუ პლეინში და პლეინ რომელსაც სულ ყველა უდანაკარგოდ გავიდა, 4-ვე გუნდი გავიდა საფრანგეთის წარმომადგენელი შემდეგ ეტაპზე, ხო? ამაზე გარდა რო სანამ ერთმანეთს არ შეახვედრეს ლილი რო ავიღოთ, რომელიც 8 საუკეთესოში მოხდა, ხო? გზადა მადრიდის რეალს და მადრიდის ატლეტიკოს მოუგო გასვლაზე და ნუ რაღაცა ბაიერ 3-0 მოუგო იმან, რა ქვია, ფეენორდმა და ამან დანაყა იმაში, 6-1 მოუგო. ბასილაშვილი ვერ იგებს ახლა 6-1-ს იმაში, რა ქვია. ხო და ანუ რისით გამონეცი გასაგებია რომ შეიძლება ფრანგული ლიგა არ აღემატება ხო და მოიგო ხა და მინდა მიულოცო ნამდვილად ჩამორჩება ვთქვა ესპანურ და ინგლისურ ლიგებს ამ მომენტისას ფრანგული ლიგა მაგრამ თქმა იმისა რომ რაღაცა იქ უკონკურენტოდ იოლი გასეინება გამორიცხული აგერ პარი სენ-ჟერმენმა აგერ მანჩესტერ სიტის მოუგო მე ეხლა შტუტგარტს გადაურბინა და რეიმსთან ერთ-ერთი თამაშა ხო შუალედში ესეც რო კი ბატონო მოდი ახლა იცი რა ვნახოთ ჩვენ ვნახოთ ბრესტის თამაში მადრიდის რეალთან, იმიტომ რომ საინტერესოა ვის ხვდება ახლა ხვიჩა და მისი ახალი გუნდი. მაინდა-მაინც რეალთან ხო, არა, ვიცი რა, კონდათ კარგი თამაში. იუვენტუსთან არ წააგო ბრესტმა. იუვენტუსთან არავინ აღარ აგებს მე მგონი, სამწუხაროდ. მაგრამ ამ რეალმა კარგი თამაშია ჩვენა ნამდვილად და ნუ ეხა მოსალოდნელი თუმცა იყბინებოდა ბრესტი. კი. ხო, მაგრამ იცი რაღაცა ესე უკბილო ნუ ცუდი მომენტია. ნუ ანგარიში გასაგებია ხა ჩვენ ხა იმიტომ რომ ყვარაცხელია გადავიდა საფრანგეთის ჩემპიონატში ისე არ უნდა გამოსულდეთ რომ ვამტკიცოთ რომ ბრესტი რეალზე მაგარია იმაზე და არა მე ისე რა ამ შემთხვევაში ცოტა სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობ ჩვენ პარალელურად ეხა მარტო პარი სენ-ჟერმენის იმას ვარ ვარჩევთ არა გვაქვს სუპერ წვილი მადრიდის რეალი და სიტი ხო მაგრამ სანამ იქამდე მივალთ მე მინდა კითხოთ კიდე ერთი რამე თქვენ 21 საუკუნის კლასიკა გახდა ხო ეს სიტი რეალი ხო ეს თავის რაღაცა საოცარი მეტამორფოზებით ხო ხან ერთი გუნდია რაღაცას ბარსელონაზე იშვიათად აღარ ხვდება სიტის ხო კი ხო მაგრამ აი ბარსელონას შეიძლება შეხვდეს პარი სენ-ჟერმენი ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ დიდად გაუმართლა იმაში რა ქვია კენჭისყრაში იმიტომ რომ რომელი ჯობია ეხლა ნუ შევთავაზეთ რომ ბრესტს თუ ვერ მოუგო ხა სენ-ჟერმენმა ნუ მაშინ საერთოდ ლაპარაკობთ არა ლილი ასტონ ვილას წყვილს და იმას ხო მაგრამ აი ხა ჯობია ეხლა ლივერპული ან ბარსელონა რომელი ჯობია როგორი ასარჩევია თქვენი აზრით მაკედან როგორი ასარჩევია მე მგონი ბარსელონა ჯობია მე მგონი ლივერპული ჯობია ლივერპულს მოუგებე? არა, ნახე რა არის. ლივერპულს ჰქონდა ძალიან მაგარი სეზონი და ლოგიკურად უნდა ლივერპულს ეს ძალიან მაგარი სეზონი აქვს ყველა თვალსაზრისით, მაგრამ სადღაც აიხლა დაეწყოს აი არა, ლივერპულსკენ არ ვარ. სადღაც ჩემი აზრით უნდა დაეწყოს ცოტა აი სეზონის შუა პერიოდში აი ესეთ მაგრა რო გაივლი ამ ხელა მონაკვეთს თუნდაც იმ ნაპოლის საჩემპიონო სეზონს გაგახსენებ რა. ჩემპიონი გახდა იანვარში უკვე ჩემპიონი იყო რეალურად და მე დაეწყო საკმაოდ მოზრდილი ჩავარდნის პერიოდი დაეწყო. არ არის გამორიცხული ხა იგივე სალახი არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ამ სეზონში ხო? ასაკი აქვს თავისი ხო? რაღაცა ის არის ლევანდოვსკის რო აქვს მაგრამ ძალიან დამღლელი სეზონია. აგერ ამათ შეხედე ასაკი ლევანდოვსკი თუ ახალგაზრდა მეორე შემადგენლობით თუ შეიძლება მესამე შემადგენლობით ლევანი ეს მას მიშებოდა ხა იმის გამო რომ PSV-ს ის არის აი და მაინც გაკმო უნდა თქვას რომ არის მესამე შემადგენლობის და გავიგე არ მომდი გაკმოზე კაცო გაკმო და კიეზე მეორე შემადგენლობა და ჩემ მესამე კიეზა რო აი ეს მეორე შემადგენლობა არ ყავთ მარტო პირველი და მესამე ყავთ მეორეში მარტო მეორეში არის გაკმო და კიეზა მეორეში არის მარტო გაკმო და კიეზა მაგრამ რას ვამბობ კალანდბურთი 2-2-ზე ქუჩის კალანდბურთი ის დაიღალება ისაო რო ამბობ კაი დაიღალა არა სეზონი ძალიან მომხაცველი სეზონია ლივერპულს და ძალიან აგერ არის ლევანი მეჩხუბებია ყავს გაკპო ნახე მე ამას ყავს გაკპო
და კიეზა, რომელიც მარტო გახდა ევროპის ჩემპიონი. ძალიან მიყვარს კიეზა. მაშინ რა ქვია, იტალიაში. კიეზას ფეხბურთი ბოლოს ოდის ვნახეთ და რა გახსოვს კიეზას ფეხბურთის ბოლოს. ევროპის ჩემპიონატი ზურგზე მოიკიდა. ნუ 4 წლის წინ ლევან. კი, მაგრამ მაინც კიეზაა და ბარსელონაში რო დაიღალოს ის ლევანდოვსკი ვინა შემოვიდეს? შენ? მე ჩემს სუბიექტურას ვიძახი რომ ლივერპულს ალბათ უნდა კონდეს ახო იმისთვის ვაქონე რაღაცა ესა ხო აგერ ახლა ალიტიჰაჩი გაყიდეს კიდე ერთ რაც არ უნდა ახლა ჩვენ ვიდეოთ არგუმენტები არა იქითაც არის აქეთაც არის კაცო ფეხბურთში ეხა მით უმეტეს ეს რაღაცა ბარსელონას საოცარი რაღაცა მოგებების ფონზე ლივერპულის ბრწყინვალე 5 გოლზე ნაკლებს არის და ბარსელონას თამაში ახლა როგორ უნდა თქვა და მაგრამ აგერ შეხედე ამას ის ხო ვერ გაზომავს სანტიმეტრთან რაღაცა როგორ უნდა თქვა ახლა რომელიც ჯობია ვეთამაშო ბარსელონას თუ ლივერპულს არ არის ამ შეკითხვაზე პასუხი შარშა ხო გამოაგდო ბარსელონა არ არის ამაზე ესოჯა ხო გამოაგდო შარშა კი, ოღონდ საშამ ის ბარსელონა სხვანაირი ბარსელონა იყო. ეხლა იგივე იყო ზუსტად, სხვანაირი იყო. არა, ეხლა იმასთან რეალთან და ბაიერთან თამაშის ხარჯი მიეუნები უკვე შესაძლებლად ითამაშა, კაცო, ეგრე სად არის? როგორ უნდა თქვა, იცი მე მირჩევნია ბარსელონას შევხვდე. იმისი არ იყოს ლივერპულს თუ ბარსელონას შევხვდე. მახსენდება 98-იო ბრაზილიის ნაკრებმა სოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაყიდაო და რა იყიდაო უკეთესიო მე გაყიდულითო და ეგრე ხა ბარსელონას ხო მაგრამ უნდა ინატრო ბარსელონას შეხვდეს რომელი თან ასეთი ბარსელონა ეს რა იყო ლივერპული თუ ბარსელონა სულ ერთია თუ რას ვკითხე მაშინ რას ვკითხე სულ ერთია მე მეჩხუბება მე გაკბოს ვერ პატიებს არა მე მართლა გეუბნებით ეხა არ არის მნიშვნელობა მე მგონი მაგდონალდს არა ლივერპული ბარსელონა როგორი ასარჩევია ყველა მე გავიგო ხო დაფრენავს დაფრენდა ვერ რომელ ადგილზეა იმიტომ ესპანეთის ჩემპიონატში მოუგო 50-0 იმ რეალს რომელ ადგილზეა მესამე ხო რა ატლეტიკო რა საჩუქარი გავიგეთ რამდენი გუნდი არის ესპანეთში ეხლა 20 ნომერკუთ ეხლა მე გულისხმობ სამი და სამში არის მესამე ადგილზე და ის ლივერპულმა გაასწრო იმას რა ქვია მთელი ინგლისს და ბრიტანეთს იმაში რა ქვია არა ლივერპული ძალიან შთამბეჭ დავია ეხლა მე თუ მკითხავ მე მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ მე ესპანური ფეხბურთი მე არა ვარ ეხლა ესეთი ის რომ იცი როგორც იციან ხოლმე ხო ჩვენ ქართველები ცოტა განსხვავებულები ვართ. დინამოს კომაგი იმაზე რა ქვია ევროთასებზე კომაგობს ქუთაისსაც, ბათუმსაც და ნებისმიერ ქართულ გუნდს. რასაც შენ ვერც ერთ ქვეყანაში მარტო ესპანეთში არ ვერც ერთ საფეხბურთო ქვეყანაში ეგეთ რაღაცას ვერ ნახავ. იმაზე რა ქვია ნახევარი არგენტინა გულშემატკივრობს ბრაზილიურ გუნდს თუ ისეთამ ბოკას ხალხი თუ ეთამაშება ის რივერს და პირიქით იქ რომ მოხდა შოტლანდიაში რომ მთელი სელტიკის გულშემატკივრები რომ ხო ეგრეა ხო მაგრამ რატო გელაპარაკები მე ბარსელონას კომაგი უფრო ვარ ვიდრე ლივერპულის იმიტომ რომ მე არა ვარ ინგლისური ფეხბურთის ესეთი კომაგი და ესპანური გუნდები მირჩევნია და ამიტომ გინდა რომ შეხვდეს ბარსელონა არა ამიტომ მე იმიტომ კი რომ მეთქი რომ ისა მაგრამ ჩემი აზრით დღევანდელი ლივერპული უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ბარსელონა. ეგ შეხვედრები იქნება თებერვლის ბოლოს თუ არ მეშლება, ხო? ხო, იცი რა, იმიტომ რომ გავიგე რომ იამალმა და იმათმა მოიგეს ევროპის ჩემპიონატი და მეტი რა უნდა, ანუ გამოუცდელობაზე აპელირება სასაცილო იქნება ახლა ევროპის ჩემპიონატი და ხალხს მოგებული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას კიდე რაღაცა სხვა, კიდე გამოვიდა ჩაბი ალონსო და ამბობს იმასთან წაგების მერე მიუხედავად იმისა რომ ყველა თამაში მოიგო თვითონ მეტოქე სახში რომ მიდიოდა იმის მერე იგებდა ეს მას რა ქვია თამაშებს ყველა ფრონტზე ჩემპიონატში ევროთასებზე ყველგან 89-იანი სანამ არ დაეწერებოდა აგებდა ხო და ყველაფერი დამატებით დროში იყო იცი დამატებით დროში სვის მახსენდება ხა მაინც არა ფერგუსონი კი არ გეგელია რომ თქვა იცი ო გეგელიას ხო ხამადაა მოდმევას რაღაცა რა და ჩვენი ერთი ახლობლის ბებია გარდაიცვალა 90-ს გადაცილებული და დამატებით დროში საჯის დამატებულ დროში გარდაიცვალა ესა იმას 92 წლის ხო და რაც გეუბნები ცი ამ ყველა გოლი გაიტანა მან რა ქვია ლევერკუზენმა ხო რაც კი არსებობდა მაგრამ გამოვიდა კაცი და თქვა ორი სეზონი არ ვიყავით ჩემპიონთა ლიგაზე
გამოუცდელობაა ეს, იმიტომ დაგვემართა ეს ატლეტიკო მადრიდთანო, მოგებული თამაში რიცხვმეტობაში, სანამ აიკიდეს წითელი, ამან კი ყველაფერი გამოისვა, წითელი ბარათი უნდა აკიდონ ახლა და მე მოუგებენ დამატებულ დროში და ესე ისიაგისდეს ყველაფერი, ხო? მაგრამ ეს თქვა, შესაბამისად, ამ ბავშვებს არა აქვს ეგეთი ბიძინა, აი შენი აბსოლუტურად სწორი წინადადება იყო ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა რამეა. შეიძლება ესა თუ ის გუნდი იმ სეზონში ესე რომ პარამეტრებით, ფეხბურთელებით, ტაქტიკით, თავის ჩემპიონატით რომ განსაზღვროთ საუკეთესო იყოს, მაგრამ განა ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგას იგებს საუკეთესო კონკრეტული მატჩი. არა, ხო, ნუ რეალზე ამბობ, მოიცადე რეალმა რომ იუვენტუს მოუგო, იმის საუკეთესო იყო იაკობიჩის გოლი. არა, რეალი იყო რა. ხო, ამას გეუბნები. აი შეიძლება გამოვიდეს ატლეტიკოსნაირი გუნდი, იქ დორტმუნდი რო გადის ხოლმე ფინალში რა, საუკეთესოა ხოლმე, არ არის საუკეთესო. ანუ ისეთ რაღაცას ვამბობ, იმ კონკრეტულ ანუ ფინალში გასვლას გულისხმობ, არა მოგებას. ხო, მოგებას რა ფინალში ვერ გავხედი როგორ მოიგებ. იმ კონკრეტულ ტურნირზე შეიძლება ერთი თამაში ვიღაცა უკეთ მომზადებულმა გუნდმა თავისზე ძლიერს ერთ თამაში მოუგოს, ამას გეუბნები, თორე შეიძლება 40 ტურიან ჩემპიონატში ჩამორჩეს 15 ქულით. კი, ეგეც ხო. ჩვენი შერაცა თქვი იმის საპირისპიროდ ვახოსე გეგელიაზე კიდევ ერთი ჩვენი სტაჟიანი კოლეგა გია პლატონიშვილი ერთად ვიყავით სამძიმარზე ანალოგიურად და იქ რომ იუსამძიეთ რამდენი წლისაა და იმან 99-ის როღა ძირითად დროში ჩატეულაო ესე იგი თქვენ ხო ანუ კარგი ეხლა მთლაც იმას კარგი ეხლა ჩვენ ეგ ვნახეთ არის სენ-ჟერმენი ვნახეთ ბარსელონა სიტი ნახოთ რა სიტის სვათაშორის იცი რა სანერვიულო იყო ეგ თამაში არ იყო წყნარი თამაში იმ ბრიუგესთან თან ბრიუგე ისე იყო რომ წაგებაზეც გადიოდა ფრეზეც გადიოდა სულ არ ჩამოსულიყო გადიოდა მაგრამ წავიდა მაინც და გაუტანა გოლი და წნეხის გარეშე თამაშობდა ამ ბრიუგესაც 1-2 თამაში არ ქონდა ცუდი სვათაშორის ამ ტურნირზე ბრიუგეს ტრადიციული გუნდია ხო ის არ არის ხო სენტ-ჟილიანოც არა, ამ თამაში თან იქამდეც ქონდა მომენტი ესეთივე. ქონდა რაღაცა სულელური გოლი გაუშვა ამანაც, ხო? შემიხარი უყურებდა. ხო, მინოლე ის დებროინის ვიცნობოდა, დანჩენს არ იცნობს თურმე არავის და ყველაზე გაუშვა მე. ხო და მე ერთ-ერთზე ისე მწავეთ უტევდა ბრიუგე, ხო, გამიკვირდა კიდეც, რომ რა ვიცი, ასიკლავენ თავს, მაგრამ ამბობ თვითონ გაიტანეს იმათი გასადა. გიგა, აი შენ მოდი გვარდიოლა გადაარჩინა გვარდიოლა და სიტი და ამათი ურთიერთობა ხო არ არის უკვე საჭირო რომ თავთავის გზას ეწიონ ორივე დიდი კლუბია ის დიდი მწვრთნელია ცხადია მაგრამ ხო არის ხანდახან რომ ამოიწურა რა ეხლა ზოგადად ხო არ გვიკვირს ჩვენ რომ რაღაცა ჩავარდნა რაღაცა შეიძლება რამდენიმე თამაში მაგრამ ეს რაღაცა საოცარი შემთხვევა იყო, ხო? ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ხო? თან გვარდიოლას კარიერაშიც რაღაცა მე ვერ ვიხსენებ, მე არ ქონია ესეთი სერია არ ქონია, 6 წაგება და რაღაცა. ისე თქვა, ხო, იცი, გუშინდელი ინტერვიუები იყო ორივესთან წავიკითხე. ანჩელოტის ძალიან არ უნდოდა. ამბობდა რომ სიტი ოღონდ სიტი არაო. მაგრამ გვარდიოლამ თავის ხრივ თქვა რომ ნუ დღეს თუ ვითამაშებთ არავინ არ იცის სამკვირაში რა იქნება მაგრამ დღეს უშანსოთ ვართ პირველი თამაში სად არის დღეს ვართ უშანსოთ ეგ არის ჯერ გარკვეული ჩვენ არ არის პირველი თამაში სად იქნება სიტიში მანჩესტერშია გამახსენდა ძმა რაღაც მანჩესტერშია ეხლა იცი რა გავაგრძელოთ მოდი იმითი კიდე რომ ამათი გამარჯვებული სიტი ვიდრე დღეს ფაქტია იმ მომენტისთვის უკეთესი იქნება სიტი ვიდრე დღეს მაგრამ რეალისტვის რამდენად საკმარისი რა სამკვირაში რას იცი რა არა რაღაც თითქოს ამოვიდნენ იქიდან აი ესენი ეს ახალწეულები ამოვიდნენ პარი სენ-ჟერმენთან ამოსული ეთყობოდა რა. ჯო ნახე რას გეუბნები რა. ჩემპიონატში შედარებით უკეთეს მდგომარეობა შედარებით. უყურე მე რა მაინტერესებს. იმას რაც იყო ზედიზედ უცნაური არ გეჩვენება. უცნაური და იმასთან რო აგებდა ბოლოს კი. უცნაური არ გეჩვენება. სამი ფეხბურთელი ეხლა მოდი გავიხსენოთ სიტის წინა შენაძენები და მისი აქტიურობა ზოგადად იმაზე რა ქვია სატრანსფერო ბაზარზე და ვის ყიდულობდა და რა ფასად
აქამდე ხო რაც მოუნდებოდა რა ვისაც დაადებდა ხელს მოყავდა იმაში ხო და რა ფეხბურთელები იყიდა აი ხა ეს სამეული რაც შეიძინა შუაზიის ბაზარზე ტარგეტი ხო განსაკუთრებით რომელი გიყვარს შენ არა ეს უზბეკეთი ხუსანოვი დებიუტი ძალიან კარგი ხუსანოვია ის სამწუთში პატარა ბიჭი მცველი იყიდეს ძალიან ახალგაზრდა ჩემი აზრით ძალიან ახალგაზრდა მომავალზე გათვლილი რა ქვია ბრაზილიელი უკვე ძალიან ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი მცველის ყიდვა ყოველთვის არის დიდ რისკთან არგენტინელი იყოს გინდა ბრაზილიელი იყოს გინდა ურუგვაელი ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი გაცილებით უფრო გაუწონასწორებელია ზოგადად ვიდრე ნებისმიერი ევროპელი ცოტა უნდა აცალო დაღვინება და წამოიყვანო მე ჩემს გვარდიოლას კი არ ვასწავლი ხა შეგეკითხები ახლა მარმუში კიდე ხო თუ რა ამ ბრაზილიელზე შეგეკითხები არ ვფლობ მაგ ინფორმაციას არგენტინის და ბრაზილიის ახალგაზრდა ნაკრებების მატჩი იყო ეხლა ხო არა ეს უკან ამოყვანილი ყავდა შეიძლება მაგის შენ მაგექსით ერთზე თან წველი ხო არ მიიღო მონაწილეობა ერთი არ გაუტეხა ზანან გთხოვთ 6-0 კარგი იცი რა ესენი გადიან აქედან გასული ხდება ან იმ ატლეტიკო მადრიდის რომელიც აგერ ვახსენე და ან იმ ლევერკუზენს რომელიც ასევე ვისაუბრეთ და მოდი ეს ორი ვნახოთ მე გეტყვი შენ საინტერესო იქნება რეალ მადრიდი ლევერკუზენი იმიტომ რომ მე მინდა ჩაბი ალონსო ვნახო რეალის წინააღმდეგ იცი რა ლევერკუზენის თამაში ჩვენ არ მოგვიღია და არც მე ჩაბი ალონსო გვარდიოლას წინააღმდეგ არ იქნება ზალცბურგი ატლეტიკო გვაქვს და აი მოდი ზალცბურგი ატლეტიკო მოსწავლე და მასწავლებელი შევკინებ ყველა შემთხვევაში ახლა გერმანულ ესპანური დაპირისპირება ალბათ უფრო საინტერესოა აქ არ გულისხმობ თუ ვიღაცა იმის გულშემა ვიდრე ვთქვათ მადრიდული დერბი მე იცი რა ეს ზალცბურგი ვეღარ გავიგე რა ანუ აღარ გაიგე აღარ ვარ გავიგე ანუ დალი ეს რედბული ბოლომდე რა თქმა უნდა ისეთი ენთუზიაზმით რომ აღარ არის ეს კლოპმა დავიდა კლოპი მივიდაო და რა ვიცი ხა კლოპზე ხა ის გამოვიდა ეს აბელ ფერეიქს სკანდალი არა ხა დიდად მაგრამ პალმეირასის მსმენელი აბელ ფერეირა გამოვიდა და ილაპარაკა გაბრაზდა რაღაცაზე ვიღაცას ვერ მოუგო პაულისტას ჩემპიონატში ჯერ ნახოთ აქ აგერ ატლეტიკო მადრიდის კარში გატანილი გოლის ბარემ ერთი შეაგდეს და ხა მაგას გიგა არის იტალიური ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და გიგას რა თქვა იცი ეს აბელ ფერეირა ხო იცი რომელია ყველაფერი მოიგო პალმეირასთან ერთად გორჯერ ლიბერტადორესი ბრაზილიის ჩემპიონატი ის და არა რაღაცა კითხესი ვიღაცას ვერ მოუგო რა პაულისტას ჩემპიონატში რა გადამეკიდეთო მეც ვარო ეხლა პროექტი მაგ და ამ პროექტის ხელმძღვანელობა ხანდახან მოვიგებ ხანდახან შეიძლება რაღაცა ვერ მოვიგებდე ეგერ კლოპი 8 წელიწადი იყო ლივერპულში და მე 4 წელიწადში სამჯერ მეტი მოვიგე ტიტული ვიდრე კლოპმაო ანუ და ამას ატრიალებენ ეხა ესენტივი საერთოდ აი რაღაცა კომპლიმენტი არის კლოპ შეედრები შენ თავს შენ არა მე ჯობი ვარ ფაქტობრივად ეს კი არა ჯობი ვარო შეედრა საუკეთესო ეს მოვიდა ეხა ხო და ეს ამას აჩვენებდნენ მე კლოპი მე რო ხარო ნიკი ლაუდაზე კარგად დამყავს მანქანაო ნიკი ლაუდას ვერაფერს აღარ გეტყვის აწი ნუ თავის დროზე ხო იყო კაცო უახლოეს პერიოდში ეგეთი გამოთქმა იყო კარგად ვისაც დაყავდა მანქანა ნიკი ლაუდაზე უკეთ დაკავსო თუ ეტყვი კომპლიმენტი იყო არა მე სხვა რაღაც გამოდავწე ლაპარაკი მე ლაპარაკობ იმაზე ეს მოვიდა პროექტის ხელმძღვანელად მასე შუმახერს ვერ დაკავს ვერაფერი არა და ვერც გეტყვის ლევან დამთავრებია თავს ლაპარაკობდა ეს კაცი ბევრს გონია რომ მოვიდა იმის რა ქვია რედბულის გადასარჩენად რომ იქ მწვრთნელად იმუშავებს და ეს არის მოვიდა ეხლა პროექტის ხელმძღვანელად რეალურად ის არის უფრო ისეთ ლიკანში დასასვენებლად ჩავიდა იქ იმ ზალცბურგში ვიდრე იმათ რა ქვია ეხლა ირბინოს მაგასთან ერთად რა როგორც ლიკანში ზალცბურგს სამართლოს ზალცბურგს აქვს სამართლო აი ეს უნდა დალიო და დაწვევი რო არის იმათ გადასაღებ მოედანზე აქვს ისა ზალცბურგში და მთლიანობაში მე რედბულის ზე კითხვა შემთხვევით არ დამისვავს იმიტომ რომ ვერც ეს გავიდა
და იმ ლაიფციგმაც ორი გოლა დააგროვა თუ სამი თუ რაღაცა მთელი იმის მანძილზე რა ქვია. ბრაზილიაში ხო ყავთ გუნდი და ის და ის ბრაგანტინოც ჩავარდა. სერბეთში ჩვენაზეც და ხო რაღაცა ანუ ყველგან დათმის. თუ რომელიღაცა სერბეთში სერბეთში შეიძლება ვინმე დალია ეს გოლი, მაგრამ ესე ოფიციალურად არა. გათვლები რაც ჰქონდათ მე მგონი რომ აი ესე მთელ დუნიაზე ჩვენ ვიქნებით და ყველას მოუგებთ და იქმა გადაიარა თითქოს. ნახეს რომ ესე ადვილად სოფლიოს ვერ დაიპყრობენ და ეხლა გიგას მოდი იტალიელებს რატო ის სიტის ეგეთი დაახლოებით ეგეთი არ არის? სადაა ეს სიტის და ჩელსიც ეგეთი არა სხვა მეგონები სიტიმას ხო დაიწყო ეს წავიდა ეგერ ავსტრალიაში გუნდი გააკეთა MLS-ში გუნდი გააკეთა სად არის ანი სად არის და ან მეორე ანუ კი არის ეხლა იმას კი არ გეუბნები რომ არ არის მაგრამ ისეთი აქტუალური აღარ არის ისეთი აქტუალური აღარ არის როგორც ჩანს ხო იცი რა შეიძლება ეს უდინეზე უოტფორდი საკიდე ხო რაღაცა ერთმანეთში გადავლენ გადმოვლენ და იმეთი შესაკრებთა გადანაცვლებით ჯერჯერობით ვერაფერი შეიცვალა ვერც უდინეზესთვის ვერც იმ გრანადა ყავს გონი ხო კიდე იმაში ესპანეთში ესპანურია ერთი ხო რომელიღაცა თვად გრანადაა უდინეზე მე მგონი გრანადაა თუ ვიღაცა ეგეთი ჯერჯერობით ამაყობენ რომ ჰალანდი ესე მაგადგან წამოვიდა რედბულისგან ასე თქვა მე წამოვიდა და სიტისთან მოაწერა 24 წლიან კონტრაქტს ხო ნუ აღმოჩენა მაგადგან დაიწყო კარგი მოდი ჩვენ გიგა ჩავთვალოთ და მისი საყვარელი თემით ვიდა შემოვიყვანო აი იტალიური გუნდები ჩემპიონთა თასი ახსენეშენ და თავის დროზე ჩემპიონთა თასი წარმოუდგენელი იყო ფავორიტი იტალიური გუნდი რო არ ყოფილიყო ხო მაშინ ერთი გამოდიოდა და ფავორიტი იყო ეხაც უყურებთ აგერ ბოლონია გავარდაო კი გამოვიტირეთ მაგრამ დარჩა ინტერი დარჩა მილანი დარჩა იუვენტუსი დარჩა ატალანტა 4 გუნდი დარჩა როგორ უყურებ ეხა მათ მდგომარეობას და შანსებს აქ მაინც ალბათ ყველაზე მეტი შანსი ინტერს ხო ინტერი ფაქტია ეხა რომ აშკარად ისეთ გამორჩეული არის ჩემი აზრით და ისე ატლანტას მიმართ რაღაცა ბოლო წლებში რასაც უყურებთ განსაკუთრებული სიმპათია გააქვს ადამიანს ესეთ შემტევი ფეხბურთი არის და ტიტულიც კომბინაციური და სულ აგრესიული იცი რა არსენალს უნდა რეტეგი დღეს წერდნენ რომ ამ ფანჯრის დამთავრებამდე მინდა ვიყიდო როდის თავდება ეს ფანჯარა დღეს თუ არსები ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს თავდება ისა იუვენტუსზე რა სიტყვი ნახოთ ეგარ იუვენტუსით დავიწყოთ მაშინ ხო აღო ეგერ ბენფიკასთან არშველის არაფერი არ დღეს რა კი ამომოტა არის ამის თვალი ანუ რო არის კი ვიცი სად მუშაობს მაგას არ მაინც ალბათ რაღაცა როდესაც იუვენტუსზე ვლაპარაკობთ ჩვენ პირველ რიგში პირველი მოგდის რა როგორც პირველი იყო და ბევრისთვის რჩება ყველგან მოედანზეც პირველები გინდა ადამიანს ყავდეს ამ გუნდს და იმ ადგილზეც რაზეც შესაუბრობ და დღეს ახლა ამხრივო ფაქტია იუვენტუსი ის არ არის რაც რა სიმაღლეზეც უნდა იყოს მგონი აქ ორი აზრი არ არსებობს და ეს სეზონიც ისეთი გამოდის ხო მაინც ლიპისნაირი წუთრელი წარმომიდგენია მე იუვენტუსს ტრაპი არა ტრაპიც რა თავისთავად ისევ ინტერი ალბათ პირველ რიგში და იგივე მილანიდან ატლანტას მიმართ რაღაც სიმპათია. მოდი მაშინ იცი რა. იუვენტუსიც იუვენტუსია ხო, ზოგჯერ სახელი იგებს ხშირად რაღაც. ასე მილანიც შეიძლება თუ იუვენტუსმა PSV-ს ის გაიარა რა ქვია. ვისაც ერთხელ ფათაშორის უკვე მოუგო ამ ტურნირზე, ეგეც ხო მოხდა რა. ის არ ყოფილა რომ შეიძლება გავიდეს სწორედ ინტერზე ან გავიდეს არსენალზე. რომელია საჩუქარი? ხო და ეხლა არც ერთია დიდი საჩუქარი და არც მეორე, ხო? კარგი, მოდი ვნახოთ მაშინ ჩვენ ეხლა მილანის თამაში რა ხან შენ ესე ძალიან ახლა მე ძალიან ის და რამდენი ხანია არ მომხდარა რა ხან მილანის თამაშს ვიხსენებთ რომ აღმოსავლეთ ევროპული გუნდი გასული იყოს პლეი-ოფში. ხო, ზაგრების დინამოს გულისხმობ რა. ლევანის და ნუ ჩვენის უყველას კარგი და ახლო მეგობარი ივო შუშაკი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ხორვატიაში ამ ახალგაზრდა ტალანტების მოძიების და ზაგრების დინამოში დარწმუნებული ვარ არაერთ
ფეხბურთელს გაუვლია მის ხელს. აქ რო ახსენე, ყველა დღესასწაულს მილოცავს, ძალიან უყვარს საქართველოს, სუმწერს ამას, გულები და საქართველოს დროშები, სხვათა შორის მაინც ვერ გავიდა, ხო? ხორვატიის ახალგაზრდული ზაგრები ბურთები დააკდა რა. ბურთები დააკდა და იზინა და ხორვატიის ახალგაზრდულს რომ მოუღო საქართველოს ნაკრებმა პირველი მომილოცა მომწერა და გილოცავდა წარმატებები და ასევე ვისარგებლებ შემთხვევით აგერ ჟურნალისტები არიან და ყველა ქართველი ჟურნალისტი ვისაც ვიცნობო და ვისთანაც მქონია შეხებაო სულ ყოველ წელში წერს რომ მომიკითხო ჩვენგანაც ანალოგიურად და მე მგონი მარტში აპირებს ჩამოსვლას და იმედია თუ ჩამოვა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც აქ არის რაღაც ღირსეულ შეხვედრას მოუწყო ხო რამდენად ზაგრების თვალი კანავაროა ხო კი ბატონო ხო ასე რომ იტალიელმა მოუგონა რაღაც იტალიური კვალი კარგი კუთხითაც ვთქვა აი ამათ შეხვდება ფეენორდი და მოდი ვნახოთ ფეენორდის თამაში მაშინ ფეენორდი არ უთამაშია და ფეენორდის თამაში როგორ უნდა ნახო ფეენორდმა ითამაშა ბაიერთან ხო არა აქ როგორ იყო განაღდებული ქონდა ერთი გოლი ხო გაიტანა ხიმენესმა თელი ცოცხალი მიყვებოდა და გოლი გაიტანა ლილმომ ყველაზე ხშირად ეს წინადადება იყო მაგრამ ეს რაც ჩაუთვალეს ხო ისედაც ბევრი იყო მაგრამ კიდე ერთი ამდენი არ ჩაუთვალეს მე მგონი იმიტომ რომ მე არა არ ჩაუთვალეს არა ყველაფერს კიდე გაუტანა მე არ ჩაუთვალეს და მაგის 6 გოლი გაუკეთა. კაცი გაუგდება. ერთი მაგდენი არ ჩაუთვალეს. ყველაფერი თქვა. არა ეს მარტეს ლილი მართლა არ ვიცი ხა. ბაიერს რომ მოუგებდა მე ესე ითამაშა. რაღაცა ძალიან არასტაბილურია. ამ ლილმა მადრიდის რეალზე ატლეტიკოს მოუგო ამ სეზონში. ის ატალანტა რომელიც ნახეთ ბრიუგეს ხვდება ხო? და მე ის გამარჯვებული წავა ან ლილზე ან ასტონ ვილაზე. აი ეგ არის ყველაზე ესეთი იოლი დაბალი ხარისხის გზა. კი. და გადის ერთ-ერთი ნახევარფინალში. აბა, არ გაგიკვირდეს ატალანტა ვიხილე, შემიერი გუნდია. ან ლილი. გამოცდილიც და ყველაფერი. მოიცადე ეს ატალანტა ლილი რა ასტონ ვილა რო ვიხილოთ რა გასაკვირი იქნება რა. არ არის სტაბილური ის. ასტონ ვილა მოდი ახლა ვიხილოთ მაშინ ჯერ. კი. რა ხომ ლაპარაკობთ ამაზე რა ესენი შეიძლება გავიდნენ იქ. ნუ ხო მონაკო ბენფიკაც შეიძლება არ არის ისეთი ძალიან საშიში წვილი, მაგრამ მე გადადა ბარსელონაზე ან ლივერპულზე ხო. მე კი მოუგო მაგ ბარსელონას მონაკომ და PSG ჩამოვწერეთ უკვე? არა კაცო, არა ეს სხვაგან ქვედაში. კიდე აქ რა უნდა PSG? PSG ხوان ბარსელონას ან ლივერპულს ხო? ორივე სპორტში ხდება მეორე. ნუ მეორე შეხვდება იქით ხო? გასაგები. ხო. აი მაგი ვერ გავიგე რა ეგ. კი ბატონო. იცი ერთი თამაში გვაქვს ჩვენ კიდე დარჩენილი. ამ კეჭისხის ჩვენებას კი ვთქვით ყველა ვინ შეხვდა. ხო და მაგას ვაჩვენებთ მე ხო კარდრები ხო ნახეთ. შეჯამებით ხო. აგერ ვთქვათ ვინ ხდება ხა და სელტიკზე ბიზინალბეთს. სელტიკი ბიზნეს გუნდია. ყოველთვის ის როგორ ითამაშეს? არა, ერთხელ ვთქვი რაღაც აბსოლუტიზე. ამსინა ხელმან სოფლიო. მას მერე მაგის გინებაში ვარ. და ყველაფერი აღარ უკეთესად თამაშობ. მე ესე იგი გადაამტერა სელტიკს რა. აბა? არა, რა იყო ის კაცო? გადაცემას რომ ამზადებდით, ხო? და თავი გადაცემის წინ აგერ მე და ამას ვიყვავდა და ეს როგორ მსაჯი ახლა ეს არაფერს ის ამგენახია და ესეც გაჩუმდა იმის მერე და მე შემეტენა ეს ისა იმაში რა იმ ცოცხალში. მე ეგრე არ დიდი ამბით მოვედი. უკვე ამასთან ესე რა ქვია შეგულიანებული იმ გადაცემით რომ მეთქი ბიჭო ეხლა ნახეთ ამას ვეუბნები ეხლა ნახეს ერთი იქები რა და ესე იგი თქვი 100 გოლი ხო გაუშვა და 7-ით ერთი თუ რაღაცა წააგო და 7 იმდენმა ხალხმა მე მომწერა და დაიწყო ყველა ამას უყურებს ეს ყველა თამაში აჩვენა იქ იმ ჩემპიონთა ლიგის სტუდიას მე და კარგად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის სტუდიას მე დავარქვი ესე შიდა სახელი აქ დავარქვი ილუზიონი და რატო დავარქვი ხა ყველას ხა იმ ასაკში ჩვენ ცოტა ბევრი ჩვენი მაყურებელი ძირითადი რაოდენობა ჩვენი მაყურებელს რომ ილუზიონი ახსოვთ წინვალი გადაცემა სეპიაშვილის კინოს გვაჩვენებდა და მანამდე ქონდა შესავალი და ხანდახან ხა აღიარო ცოტა გაუგრძელდებოდა ხოლმე მაგრამ ხა ამაზე კი არ გაუგრძელდებოდა სხვა რამეზე დავარქვი ილუზიონი იმიტომ რომ რეალურად რო იწყებდი მაგ გადაცემის ყურებას ერთი სული ქონდა რომ ეს რო დამთავრდება კინო გინდა ნახო და
ეხლა ესენიც რომ გამოდიან, ვეუბნები რომ თქვენ კი ლაპარაკობთ საინტერესოს, მაგრამ ხალხმა იმიტომ დაიწყო ამ გადაცემის ყურება, რომ ეხლა თქვენ უნდა რომ მალე მორჩეთ, რომ დაიწყოს მერე ფეხბურთი რა. დროს ხوار გადაწყდა. ხომ არა ხა ეს ფეხბურთი მეხوار მელოდება ეს გასდა ის რომ დამთავრეს მე ვიტყვი ხო? კარგი, განა არ უნდა იყოს gadacema და ცუდია. სპორტინგი შეახდა შევადარი. ბოლო იმას ხო, რა ქვია? ძალიან მომწონს ეგ. და ვისურვებდი რომ თქვენი gadacema რამდენი წელია ილუზიონი არ გადის და ყველას ახსოვს, ეგრე ახსოვდეთ ყოველთვის. მე ვიყავდა ერთი შენც ვიყავდა ილუზიონი, უკან ცეცხლში რო იწვოდი, რატო იყო ის ცეცხლი? უკან მე თუ ჩემს არ გამახსენო რა. სესტრა გონა მოკიდება ის ლოს-ანჯელესში არ დამტვარა ისინი იმასთან იმაში ვიყავი რაღაც ალმოდებული ვერაფრით ვერ ხდება კალიფორნია აბა ესე იგი ამ სპორტინგი ვერ გავიგე რა ის ცალკე ის ამორი მიიწავიდა იქა და არა ამორიმის მერე ისეთი კარგი აღარ არის რა მართალი ვერავინ ვერ უგებდა საერთოდ ეხლა ყველა უგებს არა ეს თან უმოტივაცია იყო ხო ეხლა ესია ხო რა მოტივირებული რო ყოფილიყო ვერ მოუგებდა ესეთი ამორინი ციტის მოუგეს წასვლის წინ სიტის მოუგეს და ამორიმი სადაც წავიდა მოუგეს კი სიტი გადაუარეს აბა 4-1 მოუგეს მარტო მაგას ყველას უგებდა აგარი გონდია ეს კაც გაუგებრობას სახეც არა ის კაც ბიზნეს უთხარი ჩანთას დარეკილი ქონდა სახში თორე ჩანთას ავიდა და მიდიოდა და ამ დროს იმან დაუძახა მოდი აქ გავათანაბრეთო ჩვენ მოდი ახლა ვთქვათ წვილები ხო? ანუ ბრესტი PSG ხო ბრიუგი ატალანტა სიტი რეალი მოდი ესე თქვა ბრესტი PSG გამარჯვებული ხდება ესე იგი ან ლივერპული ან ბარსელონა კი ბატონო ბრიუგი ატალანტა ეს ამათი გამარჯვებული გადის ან ლილზე ან ასტონ ვილაზე კი ბატონო სიტი რეალი სავარაუდო მეტოქეები შემდეგ ეტაპზე გამარჯვებულის არიან ატლეტიკო მადრიდი ან ლევერკუზენი. აი 4-ვე გუნდები რო შევადაროთ, ხო? ეს არის ყველაზე მაგარი 4 გუნდი, ვინც ერთმანეთს გადაეყარა. იუვენტუსი, PSV, შემდეგ ეტაპზე არსენალი ან ინტერი. ხო, არც ეს არის სუსტი. მონაკო, ბენფიკა, ისევ ბარსელონა, ლივერპულიდან ნუ მეორე, ვინც აცდება პარის სენ-ჟერმენს. სპორტინგი, დორტმუნდი ამათი მეტოქე არის ან ვილა, ან ასტონ ვილა და ან ლილი. სელტიკი ეთამაშება მიუნხენის ბაიერნს და გამარჯვებული გადის ისევ ატლეტიკო მადრიდი ლევერკუზენის ერთ-ერთზე. მე როგორც ატლეტიკოს გულშემატკივარს მირჩევნია რომ აქ გავიდეთ ვიდრე რეალი ესეთი ხო? და ფეინორდი მილანი ეს არის ბოლო წვილი და ამათი გამარჯვებულიც არის შეიძლება მადონინა ვიხილოთ თუ ინტერს ან არსენალს რომელიც ასევე არ იქნება დიდად სახარბიელო მეტოქე. მოდი ვნახოთ რა ხდება აქ წვილები ვთქვათ, იმიტომ რომ თამაშების ახლა მეორე მაზე თვითონ იმდენი თამაში და ის იყო. ესე იგი რა ხდება მაშინ რა ქვია ევროპა ლიგაზე. ფერენცვაროში ვიტორია პლზენი აქედან გამარჯვებულს elodeba ან ბილბაო, სადაც არის ფინალი. ხო, და გოლწეს და ბილბაოს ძალიან კარგი სეზონია. იქ კიდე მიუნხენშია ფინალი იმისი, რა ქვია, ჩემპიონთა ლიგის, რაც ზედმეტი мотиваცია ექნება ბაიერნისთვის კიდე, ხო? ესე იგი, ან ბილბაო, ან ლაციო. და მე მგონი განწირულია ამის გამარჯვებული ამ წვილის. ტვენტე ბოდოგლიმტი აქედან ლიონი ან რეინჯერსი elodeba შემდეგ ეტაპზე ამის გამარჯვებულს სენ-ჟილი აიაქსი ანუ ბელგიურ ნიდერლანდური ბენელუქსური დაპირისპირება და არა ბოდიში ის ოლიმპიაკოსი იყო ისა ბოდიში აქ არის ლიონი და ოლიმპიაკოსი კი რეინჯერსი და ოლიმპიაკოსი აქ არის ლიონი ან აინტრახტი ფრანკფურტი აზეტი გალატასარაის ხვდება და აუცილებლად ინგლისელებს შეხვდება ან მანჩესტერ იუნაიტედს და ან ტოტენჰემს ორივე ზუსტ დღეშია ხო პორტო რომას გამარჯვებული ისევ ბილბაო ლაციო და აქაც შეიძლება იყოს რომაული დაპირისპირება და ეს არის საუკეთესო წვილი მე მგონი კი ეს ძალიან ეს არის სიკვდილის გზა ხო აქეთ ესე რომ ვთქვათ ფენერბახჩე ანდერლეხტი ჩემპიონს აქედან elodები აქ არის ოლიმპიაკოსი რეინჯერსი და აქ ფენერბახჩე ოლიმპიაკოსი რო დაჯდეს ძალიან კაცისყოლა ბერძნულ თურქული
ურთიერთობები კი ვიცით. კიდე ერთი ბერძნული გუნდი პაოკი ხვდება სწიაუას, ხო? კი, სწიაუას. და მერე ვთქვათ ლიონი ან აინტრახტი. და მიტულანდი რეალ სოსიედადი, ახლა სოსიედადისთვისაც კარგი ვარიანტი, მაგრამ კარგი ვარიანტია ფინალი სამეზობლოში, ხო? ხო, ბილბაოში. და მაგრამ ამას უფრო გაუჭირდება აქ, იმიტომ რომ ან ტოტენჰემს შეხვდებოდა ან ხო, მაგრამ რომელია კარგ ფორმაში, არც ტოტენჰემი. არც სოსიედადი არ არის კარგ ფორმაში. ხო, მაგრამ სოსიედადიც ვერ არის კარგად და ბოლოს თქვათ მესამე ტურნირზე რა ხდება, ხო? ეს ისედაც ვიცოდით, ოღონდ ეხლა არ გაკეთე. ხო, ეს აქაური ამბები ისედაც ნათელი იყო. გენტი რეალ ბეტისი გვაქვს და ამათი გამარჯვებული ხდება ჩელსის ან ვიტორიას. პოლზენს. იცი რა, ეს ამას მე ხა ამდენ რაღაცას რო გავყვე კიდე. აქედან მე გეტყვით ერთ რამეს რა მოდი რა. კოპენჰაგენი, იმიტომ ნახევარ გუნდი ნახევარ ფინალი და კოპენჰაგენი, ჰაიდენჰაიმი გვაინტერესებს ჩვენ ყველაზე მეტად რა. და აი ესენი ხვდებიან მერე სავარაუდოდ ჩელსის რა. ხო. კი ბატონო. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თორე ხა შემროკ როვერსის აწავა. შემროკ როვერსი ყვირდები რომ ვერცად ვერ წავა. ხო, ანუ მელდე, აი, კი ბატონო. ვერც მანდ. კარგი. ანუ მელდეს უნდა შეხვდეს ახლა პირდაპირ ხო არ წავა? არა, ნუ შენ წავას ვუდისკოფ რომ ამ ტყილის მერე წავა, სადღაც თორე ხა მე მელდეში წავა. კი ბატონო, კარგი. ხვიჩაზე ვილაპარაკეთ, ეს ევროთასებიც მივუხილეთ და მე მგონი რომ მოვიდა როსიკვა გადავცეთ. ჩემი საყვარელი რუბრიკა რო დავიწყო. ანუ რო დავარქოთ ამ რუბრიკას მიდის სანახავად მიდის სანახავად. მოვიდა სანახავად. ეგერ ყო. მისი ეს ფრაზა საჭთან კავშირშია. აბა მაგ ფრაზაზე უკვე თქვი ისეთი რამე რომ უკეთეს ვერავინ ვერ იტყვის. ასე რომ გიგა ხო ეგრე არის. შეგვახსენებათ. იგამიცის და ხალხმა. კარგი ბატონო. ნუ რამდენიმე ეპიზოდი ძირითად ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ იყო ერთი მატჩი, რომელიც ლევანი უყურებდა და რატო ცოტა გამიკვირდა, რაიო ვალეკანო ჟირო. იყო რაღაც მიზეზები მაგ თამაშის. და მის ახლა პენალს და მაგაზე დიდი საჭელი ახლა იმისი რატო გამიჩერეო ვერ გეტყვი. ხო, ფეხბურთი არ, მაგრამ აი მეორე კონტრ აზრიც არის რომ თუ ვერ ბოლო წუთით პენალტი გოლი არ არის შევთანხმდით. ხო. ამაზე. იმიტომ რომ ბევრი ისეთ ფეხბურთელებს გაუბუჭებიათ პენალტი. ბოლო წუთი რო იყოს, აი ერთმანეთთან მაგალითად, მე გოლი მირჩევნია. ხო, ცხადია. პენალს და იმიტომ გაძევებას აზრი არ აქვს. აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ვერ პენალტი იყენებ. კიდე სათუოა თან ბოლო წუთია, შეიძლება ჩემო ფეხბურთელმა ისე ინერვიულოს და საერთოდ ვერ გაიტანოს ის პენალტი. ანუ ამაზე დავა მიდის, რა ვის როგორ ურჩევნია. თამაშის დასაწყისში შეიძლება პენალტი და გაძევება მერჩინოს, მე 10 კაც როც გააბუჭო ის პენალტი, მე 10 კაც ეთამაშები, ხო? თუ არის ძალიან აშკარად, რა ცარიელ კართან გარბის ვიღაცა უკვე მაისურზე იჭერდა და გაუშვა და იმ წითელს არაძლევ რომ მიდიბარემ გაიტანეო, ხო, მაგრამ ეს ისეთი მომენტი არის. ან დაეწეოდა იმ გურს, ან არ მე შენ აზრს ვეთანხმები რომ საერთოდ ვერ დაიდო. არ მე მგონი ვერ დაიდო. მე მგონია ხო მე უთხარი ხა თავი იცავდა მსაჯი და მე უთხარი რომ მაგ მსაჯი ეხელი ვერ დაინახა და იმიტომ გააგრძელებინა რომ ვერ გაეტანათ მე ვარი გადახედა ხო ნუ ვარის ეპოქაში უკვე დაზრეული შეიძლება მოდი კითხვა მე რაც დამებადა თავარი ამ მომენტზე ეს მინდა რომ გამცეს პასუხი რა თქვათ გარბის მოთამაშე პირისპირ და უკიდან ორი ფეხით ჩაახტა და მოამტრია კოჭები მაგრამ ბურთი გაგორდა მეორე ფეხბურთელმა ცარიელკაში გაიტანა გოლი. ამას ხო გააგდები უხეშობაზე. არა, ეს მომენტი და დარღვევა თუ იმსახურებდა წითელს, მაგრამ მე გავაგზელე და შევაგდე გოლი. რატო შეეხო ამნისტია და გოლი ჩათვალე და დამახსოვრებული წითლით ეს გააგდე, იმიტომ რომ ამას საწითლო დანაშაული ჩაიდინა. კარგი პენალტს ვეღარ დანიშნა, მაგრამ წითელი რატო უქმდება? აი გამოდი. უხეშობა და ამ დანაშაულის შორის ხაობა მაინც არის ჩემის აზრით. უხეშობა, განზრახ უხეშობა ისეთი რამეა, რომ აი ხო შეიძლება ტრაუმა მიაგენო კიდე და რაღაცა. გვექნება კიდე აი გაუქმებული ყვითელელის გვექნება ჩემპიონთა ლიგაზე, ანუ ეპიზოდი გააუქმეს და შესაბამისად ყვითელის გააუქმეს. მაგრამ უხეშობას დატოვებდნენ, ანუ ეს ისეთი დარღვევაა, რომ გოლი გავა არ გავა, როგორ გამიმას ყველა შემთხვევა ეს მაინც ათამაშო ეპიზოდი ეს წითელი. ანუ ის ხელი თამაში მაინც და მაინც გოლი რადგანაც გავიდა იმ შეტევაში, ამიტომ
რეკომენდაცია, ну, აღარ გააძევ ეხლა, გავიდა ეს გოლი, ხო? უხეშობა სხვა რამე, უხეშობა ცალკეა საერთოდ. გავიგი, მაგრამ მე მგონია, რომ კი უხეშობა სხვა რამე და უფრო ცუდია, ვიდრე ხელით თამაში ჯანმრთელობისთვის, მაგრამ წითელ ბარათს ეხლა ორივე თუ იმსახურებს, გოლი რო გავიდა, მე უნდა მოვყვითელი მაინც მეეცა. ყვითელი უნდა დაეტოვები. კი ბატონო. უნდა მიეცა. საერთოდ ყვითელი გეთანხმები ეს შეცდომაა, რომ ყვითელი. ერთი რამე სანამ შემდეგ იმას სულ მოვიწევ შემთხვევით თქვა ეხლა გამახსენდა. იმას ჰქონდა ამ SNTV-ზე იყო დიდი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, რომ ნორვეგიაში ჩაატარეს გამოკითხვა კლუბებს შორის და გადაწყვეტილება იქ მიღებულია, უბრალოდ ეთქობა რატიფიკაცია უნდა ამას. არ მინდა ეს ისე ვარიო, ხო? გააფუჭა ვარმა ჩვენთვისო, გააფუჭა და ყველა კლუბმა, ანუ უმეტესობა, მე ხა არ იყო ჩამოთვლილი რომელი კლუბი მე გეტყვით, მაგის წინ რა მოხდა? მაგის წინ ჩაატარეს შვედეთში. შვედეთში იყო პირველი. პირველი, ну, მაგათ ახასიათებს. ეს შემოიღო რა. შვედებს საერთოდ ახასიათებს ეს 10 და არც ჩაკეტა. ძალიან უყვართ კვლევები ამ შვედებს და რაღაცა ყველასგან განსხვავებულ COVID პანდემია ახსენდა ლევან, მაგრამ როგორი შედარება ხა, მაგრამ ანუ შედარება რატოა კარგი? ანუ საერთოდ ეს შეზღუდვები არ მიიღეს თავიდან. ანუ თავიდანვე ჩაატარეს კვლევა, სწორად ეთყობა და ყველაფერი და თქვენს რომ მავად ჩვენ ვერაფერს ვერ ჩავკეტავთ, ვერც სკოლას დავკ. მაინც შეგხვდება, მაინც შეგხვდა ყველას. ვინმე გადააყენეს COVID-ი მოსახლეობას. პროცევა გაზის თუ რა ქვია, ყველაფერი მაინც ყველა მოვიხადეთ ზოგმა ორ-ორჯერ და სამსაჯი. ხო და თავიდანვე მიხედეს ამ საქმეს და სხვათა შორის იძიებენ კიდე მაგას. ხო, ეხლა ეს სხვა თემა, მაგრამ ეხლა რა, ანუ შვედებმა თავიდანვე თქვენს რომ ეს ჩვენ ჩემპიონატში კი ბატონო საერთაშორისოზე იყოს, ეხლა რა ვქნა თუ თავს ხوار დავანებებთ FIFA და UEFA და ვერ გამოვალთ, მაგრამ ჩვენ ჩემპიონატს ეს ვარი არ უხდება. მაგის ფულის გაჭირება რო არ აქვს, ყველამ ვიცით. ეხლა შვედეთი ევროპაში მე მგონი სკანდინავიის ქვეყნები, ხო, ნორვეგია პირველი და მეორე და შვედეთი და ეხლა ნორვეგია შეუერთა მაგას. ნორვეგია და მაკეთ მიდის დანიაც სხვათა შორის, იმიტომ არ გვინდა, ჩვეულებრივად როგორც თამაშობდით, ისე ვითამაშებთ. ეხლა ძალით ვერ დააძალებს ვერავინ. სხვა შორის ბრიტანეთშიც განიხილავენ მაგას, ხო ინგლისში უფრო სწორად. იცი რა, ხო, იცი რა, ძალიან ესეთია რა ქვია, მაინც მე რაც არ მომწონს გოლის მერე რო დგანან 5 წუთი ეს არის მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრი რაღაცა ეს დახვეწა მოუწევთ, ანუ შევიწროება მოუწევთ. აი როგორც ჩელენჯია რა თამაშგარეთ თუ არის ჩამდე მივალთ. ანუ ყველა გზა მიდის იქითკენ რომ არ არის ეს ყველა მომენტის შემოწმება, ეხლა გოლი გავა და ნახევარ საათი. თამაშგარე უნდა დაიხოცოს. და ის ვენგერის ის მიიღონ, ხო? და თამაშგარეში ამდენი საფია რა, მე გაჩერება და პაუზა. არის ხაზების გავლები, მილიმეტრები, მილიმეტრებზე რო აღარ იყოს, ხო რაღაცა სალახი ვილაპა ვარცნილობა შაშა როგორი ქონდა და წელს როგორი აქვს. სამონტაჟეში ვინც ყოფილა ერთხელ მაინც დააგერ აღმოჩნდა იმან ჩვენ იბერვიზიის სარდაფში ჯერ კიდევ იმ პერიოდში MXP-სატები რო ეძახდნენ ხო ქონდა ის რომ მიაჭერდი და კადრს რო ესე ატრიალებდი ერთ კადრს ხო იმ კადრით ეხა ერთ ხაზზე რო დგას ორი მოთამაშე პაპელასთან და ნუკრისთან იქ რო დააყენო ეხა ერთ ხაზზე შენ ორი შემტევი და მცველი იმ კადრით ესე რომ დაატრიალო ერთი 7 კადრი ფეხს გამოწევს წინ უკარო გაწევ ისევ გაწევს და ბურთი პასის მიმცეს მაინც ფეხში ექნება ანუ ესე გაკეთდება რამდენიმე მომენტზე შემიძლია გაჩვენო რომ ეგრე კეთდება და შენ რომ გაჩვენებენ სტოპ კადრს რომ იმას ბურთი ფეხში აქვს და იმან ფჭილი გაწია წინ იგივე კადრს უკან დაატრიალებდა ბიძინა იმას მიაჭერდა და ესე დაატრიალებდა და ის ფეხი ექნებოდა უკან. ხო ეგრე არის ზუსტად. ნუ უფრო გულშემატკივი ხა ეს ტექნიკურად ახსნა ლევან გულშემატკივერისთვის. ხო ერთ კადრში არ არის რა. კადრში არის 24 კადრი, 24 და შეიძლება პრამეში წინ კონდეს და 6-ში უკან. უფრო ადუ ინტერნეტში არის ვიდეოები ბურთის ხარისხის შემოწმება როგორ ხდება ანუ რობოტი ურტყავს და ეს ჩვენ ხო დააკავშირება ხო ანუ რამდენი დრო გადის სანამ ბურთი დაიწყეს მოძრაობას რო კონტაქტი როა ბურთზე
ბურთი იღებს დეფორმა, აი ესეთი სანამ ხდება. შენელებული კადრი რო ნახო. შენელება, ანუ უფრო ლევანმა რაც ახლა ტექნიკურად შეიძლება ვერ გაიაზრო ხა რას ამბობს, მაგრამ აი ყოლდება ეს ბურთი. აი ეს ფორმას და მე იწყებს მოძრაობას აი ეს იმპულსის რამხელა მანძილია, ანუ დაარტყმის და სანამ ეს და იქ წავა და ის თან ესეთი მომენტი მილიმეტრის აი ესეთი მომენტი რომ ცველი აქეთ მორბის და თავდასხმელი აქ აი რამდენი მანძილია იმას რა ვიცი როგორ არა დავიჭერ ზართულესად ეგ კარგი საპენალტი იყო ამ მატჩი არა ტანით ხო არ გადააგო გიგა ხელებით გადააგო ეგეთი რაღაცები არა მარტო ეგეთი მსგავსიც უჯიკა ტენდენციები არის ზოგ თამაშებში მაგრამ არის თამაში სადაც ისეთ პენალს დანიშნავენ ვარით ვინის დაასწრებს და პატარაზე რო შეეხება ხელს რო დაადებს ახლა ჩვენ წინა გადაცემაში ჰქონდა პენალტი ეს უბრალოდ უდევს ხარზე ხელი იმ დადებამ გააჩერა წააქცია ხო გამორიცხულია გარბოდა ჩეულებრივად პასსაც აკეთებს წინა გადაცემაში თუ ჩემპიონთა ლიგიდან იყო ხო არანაირ ზეგავლენა კონტაქტს არ ქონია ამაზე იგივე აშკარა როჩოშვილის პენალი რო გავიხსენოთ ჩვენ პორტუგალიასთან ხო რაღაცა ისეთი კონტაქტი იყო რა აი ძალიან უმნიშვნელო ერთი შეხედვით ბიდის სანახავთ ერთ-ერთი ფრაზა გიგასი ეს რო იყო მე სულ ეხლა იგივე როჩოშვილზე რომ მოგცეს ხო რა უნიშნულო იყო არა აი ხა ამასთან შედარებით ვიცახი რაც ახლა ვნახეთ რა აი დასჭირდა ბევრი გამეორება და მე რაღაცა მაინც იმ დატაკების ამბებს უნდა ვერ დაინახა იმას, დატაკების თუ შეგვიძლია ეს მომენტი კიდევ ერთხელ რომ ვარი გავუშვათ ხო არის შენ აგერ ლევანი აგერ არის ხელბურთი სოფებრივი ამბო შეიძლება ადამიანს შენ ისე დაეტაკო რომ სერიოზულ ზიანი მიაყენო ხო და აქ ჯარიმა არ ინიშნება ხშირად ხო ეს შემთხვევა ნუ ისეთი ვის არის უფრო განსაკუთრებით მე მგონია რომ ეს არის 100%-იანი პენალტი ესეც 100%-იანი პენალტია და საერთოდ ზოგადად აი ესეთი იმის დროს ძალით დაჯახების დატაკების დროს ჯარიმები აღარ ინიშნება რა ნუ არის ეხლა როგორ არის მხარი მხარ ცოტა აძლევენ საშუალებას რომ ფეხბურთელებმა იბრძოლონ არა მაგრამ ცოტა აძლევენ სხვა ეს ეხლა ესეც ხო იმ ეს კატეგორიაში არ გადის კატეგორიათ იქნება მიჩნეული არა ეს ანიტანს არ ეხება ხელებს წევს და ეს კრავს ბურთისთვის ბრძოლა ხო არა ან თავარი კრიტერიუმი არბიტრითიც განსაზღვრავს რომ არის ბურთი და ეს ორი ადამიანი რომელიც იბძვის ამ ბურთზე შეიძლება იქ ცოტა იმან ცოტა მაისურზეც ამა ცოტა მხარზე ძლიერი ვინც არის ის ფეხზე რჩება სუსტი ვარდება ну ამას ინგლისია თუ ნიდერლანდები მივეჭია არის ეს შეჯახება და მისაღე მაგრამ ბურთი აქ კარში ურტყავს და ხელს კრავს წონას მოდის ორი ხელით განზრახ კრავს და აგდებს გავლენა ხო ქონდა ეპიზოდზე ანუ იმან რო ვერ გაიტანდა ვერ გაიჭელება ისე მაინც ვერ გაეტანა მაგრამ რაღაცა ხელი შეშლა ხო იყო აშკარად კარგი PSV ლივერპული ხო აი ის მომენტი რომელი ჯობია ისე გოლი გავიდა პენალტი თუ გოლი ის ფეხბურთელი რა ქვია არა ლივერპულის ჯობია ლივერპულის ფეხბურთელი ზახის რომ დაგეცდა ანუ შესთომა არის მაინც იმიტომ ვარის პერიოდია უკვე ეს არ არის ხა დაბრუნება გამიძნელდება დაელოდა აი რა გეჩქება მოკნეული აქვს ფეხი მეორე ფეხბურთებს ხო გასაგებია დარღვევა არის ამას არ დავდაობ ჩვენ დაასრო იმ ბურთზე და ამან მოკნეული ფეხი მოვარდა მაგრამ ცოტა პაუზა ეს პენალი რო არ გასულიყო მერე ნუ არ გავიგე ხო ამ თამაშს ეხა დიდი ზეგავლენა არ მგონი ამას მქონოდა ხო მაგრამ ხო არ გაჩერდნენ ამის დასტვენაზე ხა ის გოლი არ უნდა დაესტვინო იმას ხო არა იმიტომ რომ გოლი გავიდა არა ნახერას გეუბნები ხა ჩვენ ახლა მაგრამ მაშინაზე ვლაპარაკობთ თუ არ დაუსტვენდა ეს გოლი არ გავიდოდა რა იმიტომ რომ ის თუ არ გაჩერდებოდა მე რას ვამბობ თუ აგის ალბათობა ხო არის რომ შეიძლება ვერ არა ეხა უყურე არა ესეთი დარწმული რომ ეხა ვერ აიღო ეს ბურთი არ მე მაგკუთხედ არ ასე დეტალ არა ხო სასტვენის გამო გაჩერდა ისა რა ხო კი ბატონო თუ ისე კი შემეცოდა PSV-ს ფეხბურთელი საერთოდ ვერ უყურებდა თუმცა აზრი არის მაინც პაუზა ჯობია და იმ პენალს არა მე ამ შემთხვევაში გონია რომ ეს პენალტი დადო აი ეპიზოდი როგორია ბურთი მიდის კარისგან შორს ამან დაინახა და დარღვევა და ეგრევე დასტვინა ალბათ ეს მომენტი არის რა ბურთი გადის საჯარის მომენტის სიტუაცია არ იყო
გასაგებია და იმიტომაც ანუ ჯერ იქან გამოდის მე საჯი თავს გაიმართებს და უკნიდან მორბის ანუ წინიდან მე ვერ დავინახე გაგზელება და არა მე ეცე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მივხვდი რასაც დაბარგო შეიძლება იმ წინა შემთხვევაში დაგეთახმო რომ ისე მაგრამ ეხლა ამ ვარიანტში გაჩერდა რა ხო გაჩერდა მეორე აზრის არის და სასპენზე გაჩერდა ფაქტობრივად ეხლა რომ ლაპარაკობთ როდის იხურება სად სერიაში მაგალითად 3 თებერვალს იხურება ეს საჯარო პანჯარა ანუ ეგრე არ არის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ხო მაგი ვთქვი რომ ბევრ ქვეყანაში 31 რაღაცა ესე აღარ არის რომ 31 აგვისტოს ეგ როგორ არის იცი ბიძინა ჯამურად წლის განმავლობაში აძლევენ ქვეყნებს 3 თვეს მე თვითონ ფედერაცია ირჩევს რაღაცა პერიოდს უნდა ვთქვათ 2 თვეს გააკეთებს ზამთარში და 1 თვეს გააკეთებს ზაფხულში ან პირიქით რა ხო მაგრამ ეს ერთთვიანობაში ხო უნდა მოდიოდეს რა ხო არ შეიძლება ინგლისში არ იყოს და იქ იყოს სულ სხვა თვეში გავაკეთე არა იქ უკვე როგორ არის იცი იქ თავისუფალი აგენტის მომენტებია როდის იხსნება არა ინახე მარტივთ ეხა მაგაზე არა რა წაგაბ გვაქვს ჩვენ დრო მე გავაკეთე არა გვაქვს ჩვენ დრო ნახე გვაქვს ჯერ დრო ნახე რას გეუბნება მაგალ კონკრეტულ მაგალითს გეუბნები ეხლა სერიაზე რა ხდება ვთქვათ რომას კაპიტანი დღესა და ცენტრალური ნახევარწოლი არის პარედესი ხო ბოკას უნდა მისი წაყვანა არგენტინაში 31 ჭამო დღეს თავდება ესა ვერ მოასწრე გესმის და 3 ანუ რომას აქვს ამის შემსვლელის ყიდვის საშუალება 3 თებერვალამდე კაზემიროზეა ლაპარაკი შეიძლება ფრატეზი შეიძლება კიდევ რაღაცა ჩამოვიდესო რა და ვთქვათ იმას აქვს ესენი ჩქარობენ ამიტომ ამათმა გამოიყენეს რა გაუშვეს 18 თვით ანტვერპენში თავიანთი ფეხბურთელი რომელიც ჯერ არ არის გაფორმებული და იმის გამო რომ ფედერაციიდან იქ არის რაღაცა პუნქტი რომ შენ წასული ფეხბურთელი შეგიძლია დამატებით დროში ანუ დამატებითი დრო ითხოვო იმის შესაძლებლად და და ვეღარეტევი მაშინ გესმის და ელოდებიან იმ 3 დღეს ანუ სხვადასხვა ანუ უსამართლო რა არის აი გეტყვი თქვათ იტალიური კლუბ შეუძლია 3 თებერვალამდე იყიდოს და ინგლისის 31-ში თქვათ დახურული აქვს სატრანსფერო მე შეიძლება აიღოს იმან და 2 თებერვალს იყიდოს ჩემგან ისეთი ფეხბურთელი და მე იმის შეცვლას ვეღარ გავახსენებ და რო ვიცი რომ 30-ში იყიდეს 31-ში შეიძლება მე სხვა დავიმატო გაიგე და ჩემ დახურულ პანჯარაზე რო წაიყვანს როგორღა დავიმატო ამიტომ იყო ერთად რო იკეტებოდა რომ ყველა ერთნაირ პირობებში ყოფილიყო მიდი აშა ჯობდა კარგი იგივე მატჩიდან მეორე ეპიზოდი ანუ ახლა ლივერპულის ფეხბურთელები აპროტესტებდნენ ამ გოლს. პრინციპში რაღაც აზრი არის ამაში. ნუ ჯერ ერთი არბიტრმა შეუშალა იქ. მეორე ეს ჯარიმა ხო არ იყო, იმიტომ მე მგონი არ იყო ეს დიდი ხანი ჭიდაობდნენ. აუხამა კარგი და ხო და რასიზა არბიტრმა რამდენად შეუშალა ეს ბოლოს ამას ამეორებდნენ ანუ აი მაგას ეჩქუბება რომ ეხლა არბიტრმა შეუშალა ითვლება ბურთი თუ მოხვდა და ეხლა არბიტრი ზეგავლენა ეხლა რა ვინდიოდა და ისე აი მაგას უხსნის რომ ჯერ ერთი უკან იჭერდა უყურე ნუ ისე ჩქარა ვეღარ მივიდა და მე ბრძოლის წამოიცი არა ორთქლდებოდა იქიდან ეს არბიტრი რა უნდა იქნა არა აი რა უნდა იქნა გეტყვი როცა ზეგავლ მარტო ბურთის მოხვედ რა არის ზეგავლენა თამაში. აი სადაოს რო აგდებენ. ხო, მაგას გეუბნები. ანუ სადაოს აღარ იმათ უბრუნებ. ხო, იმას უბრუნებ, ანუ ეს მაგას ეუბნები. ხო, არ დაუბრუნებდა ლივერპულს არ ქონდა ბურთი და. ვისაც ქონდა, იმას უნდა დაუბრუნო. არც ერთ არ ქონდა, საერთოდ ქონდა. ხო, ვიღაცისგან რაღაცა ზეგავლენა ხო იყო, ხო, იმაში. ისი რა, თუ შეუშალა რამე შეუშალა არბიტრმა სწორედ მეორე მინდა ის მეორე ინერციით მიდის და ეცემა არა იმაზე არ ბოლო აქცენტი ეგ იყო ბოლო ახსნა და სხვათა შორის კარგი ის არის რომ აშკარად გამოჩნდა რომ კაპიტნებს უხსნიან ვარის გადაწყვეტილებას ანუ არბიტრის ვარზე მიღებული გადაც მიდის და უშუალოდ კაპიტანთან მიდის და უხსნის, რაც ადრე არ იყო და ეს დიდი ნაბიჯია გადადგმული, იმიტომ რომ შენ უმელაპარაკები და ეგეთი რამე აღარ არის. ეხა კაპიტანი გაცილებით დაფასებული გახდა ეგ ერთი და მეორე რომ ახსნა ასე სადღაც არის ახსნა მომენტის, ანუ გადაწყვეტილება მიიღება და ჩვენ ვერ გებულობდით ბოლო-ბოლო ის გუნდიც წყარდება რომ კაპიტანს რა აუხსნი. ამიტომ და ამიტომ ეს ეთანხმები არ ეთანხმები. ლაშა ადრე ხო საჯის ფაქტორი ეგ ადრეს ხდებოდა არ მოხდებოდა ხო კაპიტანს უნდა ქონდეს ეხლა საჯი არის ვალდებული
ადრე სადაც უბრალოდ ყვითელს ვერ იცემდათ, მაგრამ 66 წელს აი ეს გადაღებული თემა რო არის არგენტინა ინგლისის ის რატინი კრაიტ ლაინს ამასაც ჩვენ კაპიტანი ვარ და დამელაპარაკე შეაგინა ეხა კიდე არ შეუძლია ბიჭო იმას არის უყურე იმას არ ესმოდა ესპანური არ ესმოდა და ეხა შემაგინა არ ბოლოს რა თქვა იცი სახის გამომეტყველება არ მომეწონაო და მაგაზე გაგიჟდა ერიკ ბეტი რომელიც მაშინ იყო ვოლცოკერის მთავარი ისა იმით თქვა რომ სახის გამომეტყველების გამო კაცი გააგდო ეხლა ის ზეცხვერი გაგდა ხო მაგაზე ადრე ეხლა ვალდებულება არბიტრის რომ თავისი გადაწყვეტილება აუხსნას გუნდის ყველას ეხა სათითაოდ მაგრამ ცალკე გახავს კაპიტანი და გადაწყვეტებას უხსნის ამიტომ და ამიტომ ხო და მე ის კაპიტანი თანაგუნდ რაგბში არის კარგად მაგარი ვიღაცას დაჯა რომ უნდა უძახის კაპიტანს ეხა ყველა სხვა დაელაპარაკება და კომუნიკაცია ხდება საჯარო. ლაშა ბარემ ვისარგებლოთ შემთხვევით ხვალ საქართველოს ნაკრებს რაგბში აქვს მატჩი შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატზე და წარმატება უსურვოთ. რა თქმა უნდა. და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი წარმატება და არის ყველაზე გამსაზღვრელი ის იქნება ჩვენი აუცილებლად ხო. კარგი შვეიცარიასთან რა თქმა უნდა. კიდევ ბარსა, ატალანტა. აბა. ცოტა საკამათო გოლი. აქაც ბევრი იდავეს. რატო გაუქმდა? უბრალოდ. ვინ მიცა პასი? ცელმა რა თქმა უნდა. ანუ ეხა დიდი ხანი გასპერინზე ცალკე მინდა გაუსვა ხაზი რომ მოიცა ეს არ არის თამაშგარეში ხო? ნამდვილად. ვის არა? ის არა რეტეგი. ის არ არის და მე აბა რა თამაშგარე? რატო არის თამაშგარე? ანუ ახსნა ეცე ბურთი ვისგან მიეძდეს? ცველისგან. მაგრამ პატარაზე შეეხო თუ არა ატრიალეს ატრიალეს მე ვერ დავწმუნდი რომ იქ იცი რა, არა, ანუ შეხებაც უყურე თუ შეეხო არის თამაში იმის და აი აქ ნახოთ, აი ნახე. არა ცველისგან ცველია ანუ ხო და ამაში დარწმუნდი არა ვერ არის ცველი მე ცველია მატაობაში ცველია მე იმიტომ რომ იმას იქით წამოღება ბურთის არცუკი რაღაც იქით აი რა ვთქვი კაპიტანს უძახის და უხსნის გადაწყვეტილებას რომ ეს არის თამაშგარე რატო მაგრამ უხსნის რას იცი ლევანდოვსკიც მივიდა უხსნის რას იცი რომ ის იყო ანუ შეხებას არ უხსნის უხსნის ის რომ თავიდან იყო თამაშგარეში და მე პასივიდან გახდა აქტიური რაშიც მაგალითად მე არ ვეთანხმები და ამ ეპიზოდში ჯობდა არბიტრი შე რო იძახი ზოგიერთ თამაშგარეს ეპიზოდზე აი აქ იყო თამაშგარეშიო ხო რა მე თამაშგარეში არა თავიდანვე აქედან ეხა შეხება კონტაქტი არ არის ჯობია ეს სადაც თამაშგარეში იყო აჩვენეს ჩვენმა მიცა იქ ბურთი ხო, ანუ რა რისი ახსნა იყო, იცი, თავიდანვე იყო თამაშგარეში. ანუ ვერ დაინახეს რომ არა, რა, იცი, პასიურიდან გახდა აქტი, ანუ თავიდანვე იყო თამაშგარეში და თავიდან თამაშგარეში სასახათი. ხო, მე რაღაცა მიხვედრით მივიდა ისევ ამას. აი ახლა მე მაგაზე კარგ პასუხს გეტყვი. თუ კი წესი არსებობს, რომ ცველისგან უკან მიუვა თავდასხმას და არ არის თამაშგარე თუ ის თავიდანვე თამაშგარეში არ იყო, აბა როგორ გამიუვამ ცველისგან, ხო? ხო, გამორიცხული, იმიტომ მიუვამ ცველისგან და არ ითვლება თამაშგარე, რომ ის დგას თამაშგარეში და მაგაზე მიდავება, რომ იცი რა, სანამ ცველი მოქცევდა, შენ ისედაც თამაშგარეში იდექი სისულელია, აბა არ გარიყო, აბა რას ადარებენ რა მომენტს, იცი, ხო არის თამაშგარეში აქ სადღაც ფეხბურთელი, მე დავარტყი კარში, მე მეკარისგან მივიდა და ერთ თამაშგარეა. ხო, ან გზაში მოხვდა ვიღაცა დაუშვა. ერთ თამაშგარეა, თამაში ხო, ანუ მაგისკენ ვითო პარალელს ავლებენ, მაგრამ ეს პასი კეთდება სხვაგან, იქ მიდის ბურთისთვის ბრძოლა და მცველისგან, ანუ ის თამაშგარე მოხსნილია. მაგაზე და შეხებით ჩვენ ვერ დავწმუნდით ხა რა გამეორება ნახეს ვარზე და მე ლევანს ვეთანხმები რომ ესეთი გადაწყვეტილება უნდა ნახოს არბიტრმა არა ის ზეგავლენა მე თუ კითხავ ძალიან ბევრ სიტუაციაში უნდა ნახოს არბიტრს რაღაცა სულობურ მდგომარეობაში დგას არბიტრი და ზოგი თამაშგარი ყველა მსჯელობს იმისგან და ყველას ნანახი აქვს მე ნანახი მაქვს 9ჯერ გამეორება შემიძლია სახში გადავახიო კაი უყურე მე ტელევიზორში რო უყურე მე ხო შემიძლია გადავახიო სიგი მაგ გადავწიე და ნახე 9ჯერ
სულ არ ჭირდება ზო არის და არც არავინ იქა, ხო? იმ ვარს 50 კაცი ზის და ისე რაც ახლავს და უყურებს და ერთ-ერთი კაცი ვინც ვერ უყურებს ამას ვერაფერს. მაყურებლები ტელეფონში უყურებს, ხო აპლიკაციაში არის უხსნის იმას, რაც არის ის, რაც არ უნახია. უნახია, ხო. და ეს ახალი შემოიღეს ჩვენ დროს აკრძალული იყო. ეს სათადარიგოს კამზე კომპიუტერი მიუდგათ ოფისში. ხო, არ შეიძლება მაგას ტელეფონს აკრძალული იყო, არა თუ ისა. მოიცა ტრიბუნაზე გამეორება მომენტი იმით შეიძლება რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს. უყურებს ხო და ისა ლაშა უყურეშენ არის ზოგიერთი თამაშგარი რომელიც მართლა კომპიუტერის თუ რაღაცის გადასაწყვეტად ფეხი წირქო და თუ უკან მაგრამ როცა იდეური განხილვამედის იმის პასი მოვიდა ამის პასი პასიურში იდგა აქტიურში იდგა ეს კომპიუტერმა კი არ უნდა ნახოს და ხაზმა ეს უნდა ნახოს მთავარმა მსაჯმა და მიიღოს გადაწყვეტა ეს პრობლემა იყო ანუ ეხა აქ ცველისგან კი ბატონო ის მატაობდნენ და იმან გამოარტყა ფეხი და მიუვიდა მცველისგან მიუვიდა. კი, ზაგრების დინამო მილანი. დაგჭადრეს? არა, აქ ეხა რატომ აი ჩვენ რო საუბრობდით, რა დროს შეიძლება ბარათი გაუქმდეს? აი ბარათი რატო არ უქმდება ზოგ შემთხვევაში? დაუშვათ, აი ეპიზოდი ხო გაუქმდა, მაგალითად რატო არ შეიძლება გოლი გაიტანოს ფეხბურთელმა, აღნიშნა ეს მაისური გაიხადა თუ რაღაცა, საჯმა მიცა ყვითელი, მერე ნახეს რომ გოლი არ ითვლება და ბარათი რჩება. ხო არის ეს ხო კითხვა. აი აქ არ მიარტყა ეხლა? არა, გააუქმებენ მაგას, მიარტყა ბატონო. და სხვათა შორის რაფალ ლეო აქ ბარათის გარეშე გამოვიდა. როცა ესეთი დაყვის შარტყმაზე ბარათი არის ხოლმე ყვითელი. მეკარეს მოუხსნეს ბარათი? ხო. აი იმიტომ ავიღეს. ანუ პენალტი არ დაიდო და აინიშნა ჯარიმა აი ამის გამო იდაყვის შარტყმისთვის რაფალიაოზე და არბიტრმა ნახა ეს ეპიზოდი ვარზე და რადგანაც გაუქმდა დანიშნული პენალტი, შესაბამისად გაუქმდა ყვითელი. თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ბარათი არ გაუქმდება, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ წინაზე უხეშობა თუ არის, ეს ეხა ეს არის საგოლე მომენტის ჩაშლა უფრო. მეკარის თამაში უხეშობა არ არის. გაშლილი ფეხით რო ჩაერხა და დაემტრია რაფალიაო, ის ბარათი დარჩებოდა. ეს არის საგოლე მომენტის გამომდინარე ხო, დარჩა სათამაშო ეპიზოდი. და ამას არ მიცეს ყვითელი? მაგას არ მიცეს, ეგეც შეესწრომა. ყვითელი იყო. ყვითელი ჩაარტყა თავში. იდაყვის ჩარტყმა, მოედნის ცენტრშიც რო იყოს, ბატონო. ხო, პენალტი შეიძლება არ იყო. ხო, ნუ ჯარიმა დაიდო, თუ ჯარიმა იდება, აქეთ იდაყვის ჩარტყმისთვის და იდაყვის ჩარტყმა. კვილი გამოუგო, მე მგონი სისხლი მოსდის და ბარათი ეკუთვნა. ლეოს ყვითელი ეკუთვნა. ამ ხრივ მიიქცი, აი, აჩვენებს რომ შენ ბარათი გაგიო. ყვითელი ბარათი ეგ შეცდომაა. ნუ ეპიზოდები არა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა აქ რომ მოგბრძანდით, რამის დამატება თუ გსურთ არ მოგერიდოთ. მადლობა მოწვევისთვის. დავიტოვებთ შემდეგ სტუმრობაზე. და ჩვენს პირობას ჩამოგართვეთ რომ სხვა დროსაც გვეწვევით. კი, აუცილებლად რომ სალაპარაკო მეორე თქვენ ისე აღნიშნეთ, გეგმები გვაქვს რაღაცეებიო რომ კარგი იქნება. დიდი სიამოვნებით. მოგვახსენებთ. დაჯილდოებები გადაიდო ჩვენი, ხო? კი ბატონო. დაჯილდოება არის უახლოესი? დაჯილდოება ჩვენი ლაურეატები, ჩვენი კოლეგები, ჩვენი პრემიების გამარჯვებულები, გამორჩეული ჟურნალისტები. გამორჩეული ჟურნალისტები 2 ივლისს ჩვენს დღეს სოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს, როგორც ადრე ტარდებოდა წლების წინ, რაღაც ისეთი განსაკუთრებული ის გვინდა. ტრადიციად ხო რომ დღესასწაული, რაღაცა ეს დღე იყოს ჩვენი კოლეგებისთვის. იყო თავის დროზე, მე გამოვიტანეთ ჩვენ გავაერთიანეთ რაღაცა პერიოდი, ვთქვათ, სპორტსმენების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. სპორტსმენების დაჯილდოება ცალკე ჩატარდება, ხო? აი ეს 2 ივლისს ჩვენი კოლეგები. ხო, ახლა შარშან გახსოვთ ალბათ 2 ივლისს შუა ევროპის ჩემპიონატი იყო ახალი, ნუ 1 ივლისს ჩვენ მერვედფინალი ითამაშა საქართველოს ნაკრებმა და შესაბამისად ვეღარ დაეხლა. კიდე ყველა იყავით გერმანიაში გადავიდეთ. გერმანიაში სხვა რაღაცა უნდა გადაიხოდეთ მაისში თან. პლატივლისში არა. კარგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა აქ მობზანებისთვის და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს 8 საათზე ამ სტუდიაში. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.